მოგესალმებით, დიდი მადლობა მოგზანებისთვის. დღეს წარმოგიდგენთ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში განხორციელებული მონიტორინგის ანგარის დღევანდელი ჩვენი შეხვედრა არის მხარდაჭერილი ევროკავშირის წარმომადგენლობის და ევროკავშირის პროექტის მხრიდან, რითაც დიდი მადლობა მათ. ჩვენი საქმიანობა გასული წლის განმავლობაში ასევე მოიცავდა ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ადამიანთა მდგომარეობის შესწავლას. შესაბამისად 12 სტაციონარული ფსიქიატრიულ დაწესებულებებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგები იქნება დღეს წარმოდგენილი, სადაც სახელმწიფოს აპარატის თანამშრომლებთან ერთად აქტიურად მონაწილეობდნენ დამოუკიდებელი ექსპერტები, რომლებიც პრევენციის ეროვნულ მექანიზმში მონაწილეობენ და მუშაობენ. ანგარიში მე ვფიქრობ, რომ არის საკმაოდ მძიმე. ეს ალბათ არავისთვის ამ სფეროში მომუშავე პირებისთვის უცხო არ უნდა იყოს, ვინც იცნობს მდგომარეობას. მიუხედავად გარკვეული ცვლილებებისა, გარკვეული წინსვლისა, მდგომარეობა სამწუხაროდ კვლავ მძიმეა. მთავარი პრობლემა მაინც უკავშირდება არასაკმარის დაფინანსებას, მათ შორის განსაკუთრებით სახელმწიფოს მხრიდან, რაც რა თქმა უნდა თავის ასახავს პოვებს სხვა მთელ რიგ საკითხებზე, მათ შორის იმაზე, რომ კვალიფიციური პერსონალის ნაკლებობა არის, სათანადო თერაპიული გარემოს არარსებობა, მკურნალობის, მოვლის, ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის დაბალ ხარისხზე, ხანგრძლივ ჰოსპიტალიზაციაზე და ზოგადად მოქმედებს მთელ რიგ საკითხებზე, მათ შორის თემზე დაფუძნებული სერვისების ხელმისაწვდომობაზე. და ეს სამწუხაროდ მიუხედავად იმისა და ვიცი პოზიცია სახელმწიფოს, რომ არის გაზრდილი დაფინანსება, მაინც მიგვაჩნია, რომ ეს არის მწირი დაფინანსება და ამ მხრივ სახელმწიფომ უნდა რადიკალური ნაბიჯები გადადგას იმისთვის, რომ მდგომარეობა ამ დაწესებულებებში და ამ სფეროში შეიცვალოს და რაც თავარია, ფსიქიკური ჯანმრთელობა უნდა გახდეს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული ჯანდაცვის სისტემის, რომელიც დღეს სამწუხაროდ არ არის. პრობლემები არის ასევე ფიზიკური ოპრობის, ფიზიკური ძალადობის ფაქტები იყო დაფიქსირებული, ისევე როგორც სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტები და ამას დეტალურად არის საუბარი. რამდენიმე დაწესებულებაში არის მდგომარეობა, მათ შორის ფიზიკური გარემოც, სანიტარო-ჰიგიენური მდგომარეობაც, რომელიც შეიძლება პირდაპირ გაუტოლდეს არაადამიანურ და დამამცირებელ მოპრობას, განსაკუთრებით სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში და ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში არსებული მდგომარეობა ქუთაისში და ვიცით ეს გარკვეულწილად ფინანსებსაც უკავშირდება, მაგრამ ეს არის რეალობა. ასევე მთელი რიგი პრობლემები არის გამოკვეთილი, მათ შორის სტაციონარული პირების, არანებაყოფობითი სტაციონარული პირების მოწვლად სამართლებრივ მდგომარეობაზე, რომ მათი უფლებების დაცვის კუთხით არსებობს სერიოზული პრობლემები. სომატური დაავადებების მკურნალობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე არის ასევე გამახვილებული ყურადღება. რეალურად ის, რომ თვეების და წლების განმავლობაში ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაცია ხდება პაციენტების, ეს რა თქმა უნდა კიდევ უფრო სერიოზულ პრობლემაზე მეტყველებს. ვერტოებს საავადმყოფოს ბევრი პაციენტი იმის გამო, რომ ესე ვთქვათ, წასასვლელი არ აქვს. ან იმიტომ, რომ ოჯახი თავს არიდებს მის სახლში წაყვანას. ზოგადად, იგივე სომატური დაავადების მკურნალობის კუთხით, წავე პრობლემებზე არის საუბარი ანგარიში, ამაზე მოგახსენეთ, ისევე როგორც გარდაცვლილ პაციენტთა სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლისას გამოიკვეთა მთელი რიგი სამწუხარო ტენდენციები, რომ სათანადო გამოკვლევის და მკურნალობის საჭიროება არსებობდა, მაგრამ ჩვენ ასეთი დოკუმენტაცია ვერ ვნახეთ, თუ კი ხდებოდა ასე ვთქვათ, ასეთი გამოკვლევა და მკურნალობა. რეკომენდაციებზეც ალბათ ვისაუბრებთ და საკმაოდ ბევრია, მაგრამ ალბათ მთავარს გამოვყოფ იმისათვის, რომ და ერთზე მე უკვე ვთქვი, ეს არის ის, რომ სისტემისთვის ეს უნდა გახდეს პრიორიტეტი შესაბამისი დაფინანსების გამოყოფით. თუმცა რა თქმა უნდა, ასევე მნიშვნელოვანია დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის შეწყობა. ის, რომ ასევე ზოგადად ხარისხი, ფსიქიკური დახმარების ხარისხი გაიზარდოს და ასევე სახელმწიფო თვითონაც იზრუნოს იმასთან დაკავშირებით, რომ მაქსიმალურად მეტი მონიტორინგი გახორციელდეს სისტემის, რომ არა მხოლოდ პრევენციის ეროვნულ მექანიზმის და
სახელმწიფოს მხრიდან მოხდეს ან არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან მოხდეს, არამედ სახელმწიფომ თვითონ განავითაროს მონიტორინგის მექანიზმები, ალბათ ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. მე არ მინდა ძალიან გავაგზავნო სიტყვა, კიდევ ერთხელ უფრო დეტალურად ჩემი კოლეგები საუბრობენ, მანამდე კი ქალბატონ ივონ გოგოლს ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშეს მინდა გადავცე სიტყვა მესამეებისთვის. Dear Roger, ladies and gentlemen, first of all, I would like to pass some regards from the Ambassador Herman, who cannot be here today. But I'm pleased to be here with you and very curious to listen to the upcoming presentation on the conditions in mental health institutions, as mentally ill persons are a very vulnerable group in each society. Before coming here, I've briefly scanned through the report, and I'm afraid that some of the findings that we are about to hear are rather negative and worrying. That said, I would like to highlight that we appreciate the cooperation with the National Preventive Mechanism very much by the mental health institutions. This cooperation, expressed in the form of granting access to all facilities and documentation, forms part of a transparent process which opens the possibility for recommendations for improvements, for monitoring of their implementation, and for further advocacy work. Also, this underlines the important role the Ombudsman, its national preventive mechanism, together with the Department of Protection of the Rights of Persons with Disability, plays in paying special attention to mentally ill people and the conditions in which they are treated. The EU has been cooperating largely with the Public Defender's Office, the National Preventive Mechanism, and other public institutions, as well as the civil society, to ensure that human rights of all people are duly protected and promoted in Georgia. We believe that our continuous support to the Public Defender will help significantly improve the situation of mentally ill, especially those living in very disadvantaged environments, but also beyond in rehabilitation processes. I would like to conclude by renewing our congratulations to the PDO for its difficult but important work to uphold human rights and strengthen democracy in Georgia. Passing the floor to the next speaker, let me wish an interesting presentation and discussion, and I hope that the findings will help us all define priorities and will contribute to overcome identified shortcomings. Thank you. მადლობა. Მინდა გადავცე სიტყვა ქალბატონ ნინო მახაშვილს, რომელიც არის წარმომადგენელი ორგანიზაცია, რასაც წარმოადგენს სახელმწიფოს ოფისი. მე ვფიქრობ, რომ ესეც ერთ-ერთი ნაბიჯია წინსვლისაკენ, რადგანაც ვიცით თუ სოფლიოში ფსიქიკური ჯანმრთელობის რეფორმას რა უწყობს ხელს და ერთ-ერთი იმის გარდა, რომ აქტიური, ძალიან ასერტიული არასამთავრობო სექტორი უნდა იყოს და მათ შორის იუზერების მოძრაობა, ბენეფიციარების მოძრაობა. ეს არის ადამიანის უფლებათა პრაქტიკის სისტემატური მონიტორინგი, რაც ხელს უწყობს არა მხოლოდ თითეული ინდივიდის უფლებების დაცვას, ღირსების დაცვას, არამედ სისტემური რეფორმის გატარებას. ამიტომაც მე იმედით და ოპტიმიზმით ვუყურებ ამ დღეს და ამ ანგარიშს. აღსანიშნავია, რომ ფაქტიურად მხოლოდ ძალიან მოკლედ რომ მიმოვიხილო მე დღეს თუ რა ხდება საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემის დარგში, დაცვის დარგში და უნდა ვთქვა, რომ გაცილებით მეტი და სრული მშვენიერი ინფორმაცია არის ანგარიშში. ფაქტიურად ამომწურავი, მიმოხილული ეს ერთ-ერთი საბაზისო დოკუმენტი იქნება, რომელიც აჯამებს აქამდე მოსულ ცვლილებებსა და რეფორმას. აღსანიშნავია, რომ ალბათ ჯობს ეს წაიკითხოთ, ვიდრე მე მომისმინოთ, რადგან მე ძალიან მოკლედ შევეხებით. უნდა ვთქვა, რომ ჩვენ ვართ, ასე ვთქვათ, არა შავ-თეთრ, არამედ ნაცრისფერ ზონაში, როდესაც სახელმწიფო ერთის მხრივ აცხადებს პოლიტიკურ ნებას, სურს ცვლილებები ჩვენ სფეროში და მეორეს მხრივ ვხედავთ უკუშლას და ნაბიჯებს უკან. ნება მომეცით რამდენიმე სიტყვით აღვნიშნო ეს რას გულისხმობ. თუ გადავხედავთ, თუ სხვადასხვა დონეს, რომელზეც რეფორმა უნდა გაკეთდეს, ან რომელზეც პრობლემები იკვეთება ხოლმე, შეგვიძლია სამი დონე დავინახოთ.
მაკროდონე, სადაც თქვა სახელმწიფო თავის პოლიტიკური ნების გამომხატველ დოკუმენტაციას წარადგენს ხოლმე, ეს არის კანონმდებლობა, ეს არის პოლიტიკის დოკუმენტები და შემდეგ. შემდეგი არის მეზოდონე, სადაც უკვე ჩვენ, როგორც სპეციალისტები, პროფესიონალები გამავიწყდა, რომ ჩემი პროფესიული განათლება ფსიქიატრი ვარ, განათლებით და თქვა კოლეგებს მივესალმებით ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს წარმომადგენლებს და არა მარტო კოლეგებს. ანუ ადამიანებს, რომლებიც ჩართულნი არიან ჩვენ სფეროში, ეს შეიძლება იყოს ოჯახის წევრიც, თქვათ, ჩვენი იუზერისა და არა მარტო თქვათ, მხოლოდ ფსიქიატრიან, ფსიქოლოგიან ექთანი. აქ გვჭირდება ხოლმე ეგრეთ წოდებული გაიდლაინები აშლობათა, მდგომარეობათა სწორი მართვის, ასე ვთქვათ, პროტოკოლები, ტექსტები, რომელიც დაფუძნებულია მეცნიერებას. გვჭირდება მეცნიერება, რომელიც შემდეგ ამ პოლიტიკას რაღაცნაირად წაადგება და გვეტყვის თუ რა ხდება, ისევე როგორც ვთქვათ, როდესაც გამოვიყვლეთ ჩვენი ეს ბენეფიციარების მდგომარეობა, დავინახეთ, რომ ჩვენი კლიენტები, ჩვენი იუზერები 2.5-ორ უფრო ღარიბნი არიან, ვიდრე ჩვეულებრივი, ისედაც ღარიბი ქართველი ოჯახი, ხო? ეს ადამიანები 90% მათი დაუსაქმებელია, მათ არ აქვთ სოციალური კონტაქტები, იზოლირებულნი არიან, მაშინაც კი როდესაც გამოკეტილნი არ არიან ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში. და მიკროდონე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის სერვისული დონე, ახალი ინოვაციური სერვისები უნდა იყოს ქვეყანაში და ჩვენ ხედავთ, რომ მხოლოდ 4.5%-ია, ვთქვათ, ამჟამად არსებული სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფი სერვისებისა, რომელიც თანამედროვეა. თუ ისევ გადავხედავთ ამ დონეებს, შევხედავთ, რომ ბოლო წლებში სახელმწიფომ გადადგა ისეთი ნაბიჯები და ანგარიშიც ასახულია, რაც კეთილია, კარგია, კონსტრუქციულია, უნდა აღენიშნოს და სტიმული მიეცეს, ხო? გადადგა ისეთი ნაბიჯები, როგორიცაა, რომ შეიქმნა და დამტკიცდა პარლამენტზე ფაქტობრივად ჩვენიერი პოლიტიკის დოკუმენტი, კონცეფცია, ხედვა, რომელიც ძალიან სწორ მიმართულებებს იძლევა სახელმწიფო განვითარებისთვის. 2014 წლის ბოლოს ასევე დამტკიცდა უკვე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სამოქმედო გეგმა და სტრატეგია, რომელიც ასევე ძალიან დიდი შრომისა და რესურსის დახარჯვით შეიქმნა ეს ყველაფერი, ძალიან მაღალი დონის კოორდინაციას თხოვლობს, უამრავი დონორი, უამრავი ადამიანი, უამრავი უწყება არის ხოლმე ჩართული. ეს დოკუმენტიც შეიქმნა და ფაქტურად გვაძლევს რუქას თუ როგორ ვიაროთ წინ. ამ დოკუმენტის შექმნის შემდეგ უკვე ცალკეული პრიორიტეტული მიმართულებებისთვის იქმნება უკვე სტრატეგიები. მაგალითად, მარტში გქონდა ფანტასტიკური ვორქშოპი, ბევრი ქვეყანა რო ინატრებს ისეთი ექსპერტებით წარმოდგენილი დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგიაზე, სადაც გამოიყო, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი უნდა იყოს მუდმივი მონიტორინგი ხარისხისაც და ადამიანის უფლებების პრაქტიკის დაცვისაც ჩვენს სერვისებში, როგორც დახურულ ინსტიტუციებში, ასევე გარეთ. ამის გარდა, რა თქმა უნდა, უამრავი ახალი სერვისის განვითარება, უნარჩვევების განვითარება და ასე შემდეგ. აპრილში დიდი კონფერენცია იყო მსოფლიო ფსიქიატრთა ასოციაციისა, რაც ასევე წინსვლა, თქვა, ჩვენი ქვეყნისთვის. უამრავი რამე იცვლება და მიუხედავად ამისა, ვხედავთ, რომ 2016 წლის ბიუჯეტი ამდენი წლის ბოლო უკვე აღარც კი მაქვს რამდენი წლის განმავლობაში ეს ბიუჯეტი მუდმივად იცვლებოდა. 2015-ში მიაღწია 15 მილიონ ნახევარს, 15.5 მილიონს, როგორ არის ეს სწორად არის. და ეხლა ვხედავთ, რომ იმის მაგალითად რომ გაიზარდოს, როცა ამხელა გამოწვევებია, როდესაც სახელმწიფო იღებს ამ გეგმას, სადაც პრიორიტეტებია დეინსტიტუციონალიზაცია, სათემო სერვისების გახსნა, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, რადგან ამ ადამიანებს ვერ დავაბრუნებთ ჩვენთან თუ ეს მითები, რომ საშიშნი არიან, უნაყოფონი არიან, მათ მუშაობა არ შეუძლიათ, თუ ეს მითები არ დაინგრა, ხო, თუ ეს დისკრიმინაციული დამოკიდებულება არ შეიცვალა. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამის მიუხედავად სახელმწიფო დაფინანსება არ იზრდება, ეს ძალიან მძიმე
გამოცდილებაა ჩვენთვის და ამ ტრიბუნიდან ალბათ უნდა მივმართოთ იმ დაწესებულებებს არა მხოლოდ ჯანდაცვას, არამედ მათ, ვინც სახელმწიფო ბიუჯეტის შედგენაში მონაწილეობს ეკონომიკის სამინისტრო და ამ შემდეგ, რომ გაითვალისწინონ, რომ ძალიან დიდი ცვლილებები მიდის და ცივილური სამყაროსთვის ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს განუვითარებლობა არის მიუღებელი, შეუთავსებელი. ასევე შეიძლება ვთქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი დებატებია ვთქვა რეხოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით და ჩვენ შევეხეთ კიდევაც ამ ანგარიშში ამ ღრმა პრობლემას, რადგან ეს არის მკურნალობის ხარისხთან დაკავშირებული. მშვენიერებად ცოტა ხანს ვაჩერებთ ბენეფიციარს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. ეს არის ჩვენი მოთხოვნა, რაც შეიძლება ცოტა ხანს, მაგრამ მეორე მხრივ ეს ბალანსირდება, რაც შეიძლება ეფექტურად. ის რომ ადამიანი შედის და იმის გამო რომ არ არის სწორად დალაგებული დაფინანსების ეს მოდელი, ეს ადამიანი 10 დღეში, 12 დღეში, 14 დღეში უკან გამოდის ნაწილობრივად ნამკურნალები და შემდეგ გვიწევს ხელახალი ჰოსპიტალიზაცია, რადგან ერთის მხრივ ნაწილობრივი ნამკურნალებია, მეორეს მხრივ გარეთ სერვისები არ არის კარგი და მესამე ის დაფინანსება, რაც ამ ქრონიკული მდგომარეობის მკურნალობა სჭირდება, ძალიან დაბალია. მთელი ეს ფაქტორები ამ ადამიანს უკან აბრუნებს. მე როდესაც მაქვს მწვავე შიზოფრენიის ეპიზოდი, არ მაინტერესებს როგორ ალაგებენ პოლიტიკის მკეთებლები ბიუჯეტს, ან როგორ მკურნალობენ ფსიქიატრები მწვავე განყოფილებაში. მე მინდა რომ ეს ეპიზოდი დასტაბილურდეს და რაღაცნაირად გავაგრძელოთ ჩემი ცხოვრება რემისიის მდგომარეობაში. ასე რომ ეს არის დანაშაული და ის რა გადაწყვეტილებასაც მივიღებთ, ეს უნდა იყოს დაფუძნებული ღრმა შესწავლას და სიტუაციის გამოსავლის პოვნას, თუ ჩვენ არ შეგვიძლია, სხვა ქვეყნებს აქვს მშვენიერი გამოცდილება და შეიძლება მაგალითად რეხოსპიტალიზაციის ვადა გაიზარდოს და ადამიანის უფლება არ დაირღვეს თუნდაც ხარისხიანი მკურნალობის მიღებისა. ანუ ძალიან ბევრი წვრილმანი პრობლემაა და მოხარული ვარ, რომ სახალხო დამცველის ოფისი და პრევენციის ეროვნული მექანიზმი ძალიან ღრმად გულდაგულ მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდება ამ საქმეს და 2015 წელს კარგი ხნის შემდეგ განხორციელდა ეს მონიტორინგი. ნება მიბოძეთ რომ მომყვე ძალიან ცოტა თუ რა არის რამდენიმე დამახასიათებელი ქართული პრევენტული მექანიზმისა, როგორც NPM-ს ვეძახით, ხო? ეს არის მულტიდისციპლინარულობა, რაც გულისხმობს, რომ არა მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც არა მარტო იურიდიული კორპუსი და არა მარტო იურიდიული ფსიქოლოგებიც არიან სახელმწიფო დამცველის ოფისში ამ დეპარტამენტში. ამად გარდა მოწვეული ექსპერტები წარმოადგენენ ფართო სპექტრს, რაც კი დაკავშირებულია ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობასთან. აქ არიან როგორც ექს-იუზერები, ასევე პირები შესაძლებლობით, აქ არიან ფსიქიატრები, ფსიქოლოგები, კლინიკური ფსიქოლოგები. NPM მუშაობს ინტერესთა კონფლიქტის გათვალისწინებით და ეთიკურობის პრინციპის დაცვით. მეთოდოლოგია არის შესწავლილი იქნა უამრავი სახელმძღვანელო, როგორც არის იტაკა, როგორც არის ბევრი სხვა. გაკეთდა კითხვარები, შემდეგ უარი ვთქვით ამ კითხვარებზე და გაკეთდა ჩეკლისტები, შემდეგ ანუ ჩვენ ვიცით მე როგორც საკონსულტაციო საბჭოს წევრი, რაღაცნაირად იდენტიფიცირებული ვარ, ადრე ბევრი წელი ვიყავი კიდევ NPM-ის წევრი თვითონ, მონიტორინგების მონაწილე, ამიტომაც რაღაცნაირად ჩვენობით ფორმაში ვსაუბრობ. ანუ ეს არის უამრავი სფეროს ადამიანის სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, ექს-იუზერი და ასე შემდეგ, იურისტი, შეშემოწმული, რა ვიცი, ყველანი ესენი თავიანთ პერსპექტივას შემოიტანენ მონიტორინგის პროცესში. ხდება სხვადასხვა სფეროს, როგორც იცით, ბიოფსიქოსოციალური მიდგომის მატარებლები ვართ ამ სხვადასხვა დომეინების განსაკუთრებით შესწავლა მათ მიერ, ვინც ეს დომენი კარგად იცის, მაგალითად კანტონ დალი, რომელიც სოციალური მუშაკია, ვთქვათ, მისი სიტყვები გაცილებით უფრო ძვირფასია, ვიდრე ვთქვათ, ჩემი, რომელიც ფსიქიატრი ვარ და მხოლოდ რაღაცა გარკვეული ეს ამ აბსტრაქტია
თვალთახედვა, ხო? ასე რომ ეს ადამიანები სწავლობენ პრაქტიკებს, რომელიც შეიძლება გაუდოლოთ წამებას და არა სათანადო მოპყრობას, ეს არის, როგორც ბატონმა უჩამ თქვა, შეზღუდვის სახე, თვითონ შეზღუდვის ფორმა, როგორ არის გამოყენებული ფიზიკური შეზღუდვა. აღსანიშნავია, რომ პირველად ისმება ამ ანგარიში ქიმიური შეზღუდვის საკითხი, რომელიც არ რეგულირდება და საერთაშორისო პრაქტიკაში ქიმიური შეზღუდვა და ზოგადად ვთქვათ, ქირურგიული ჩარევა, ელექტროშოკური ჩარევა შეიძლება რომ გაუტოლდეს სასტიკ მოპყრობას, გააჩნია როგორ, რანაირად, რა ფორმით, ხო? არამედ როგორ. შემდეგ მოდის ისეთი პრაქტიკები, როგორიც არის შეხარჯენ ბატონი ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ძალადობა, მოქარა, შეურაცხყოფა. ისეთი პრაქტიკები, როგორც არის, თქვათ, არ ნებაყოფლობითი სტერილიზაცია, ჩვენ გვქონდა ოდესღაც ამის პრაქტიკა და ღვთისმადებით ეხლა არ არის. და სხვადასხვა ძიმე მოპყრობა და თვითონ ინსტიტუციური გარემოც, რომელიც შეიძლება უაღრესად გამაღარიბებელი იყოს და იწევდეს იმის გარდა, რომ ჩემი ეპიზოდი მიმდინარეობს, ამის გარდა იწევდეს დასწავლელ უსუსურობას. ანუ NPM-ი ცდილობს, რაც შეიძლება ფართოდ შეისწავლოს, რაც შეიძლება ღრმად შეისწავლოს და პლუს შეისწავლოს იმ თვალსაზრისით, რომ დადოს ისეთი რეკომენდაციები, რომელიც შემდგომში მოახდენს პრევენციას ასეთი მძიმე პრაქტიკებისა. რატომ? იმიტომ რომ ვიცით, რომ ადამიანის უფლების დარღვევის მძიმე პრაქტიკა პირდაპირ პროპორციულია მკურნალობისა და მოვლის მძიმე ხარისხთან. ამიტომაც ეს არის ყველას ჩვენი ასე ვთქვათ სურვილი და არა მარტო სურვილი, აქტიური ქმედებაც, რომ ამოიფხრას ეს დარღვევები, რადგან ეს ნიშნავს, რომ ჩვენც უფრო ღირსეულად მუშაობთ და რაც თავარია ბენეფიციარი მოვლენია. სულ ეს იყო ბატონო ჩემი. ძალიან დიდი მადლობა და დიდი მადლობა იმ დახმარებისთვის, რომელიც გაგვიწიეთ ანგარიშის მომზადებაში, აუცილებლად უნდა გამოვყო ეს. კარგით, მაშინ ბატონ ნიკა კვარაცხელიას პრევენციის, მონიტორინგის და პრევენციის დეპარტამენტის უფროს მინდა გადავცეს სიტყვა, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას მონიტორინგის გარკვეულ შედეგებზე, მათ შორის ძალადობისგან დაცვაზე, ფიქსებისა და პიროვნული ავტონომიის პატივისცემაზე და ზოგადად პირადი ხელშეუხებლობის საკითხებზე განახორციელებს ყურადღებას. დიდი მადლობა ბატონო უჩა, მოგესალმებით. შევეცდები მოკლედ წარმოგიდგინოთ მონიტორინგის შედეგები. სლაიდზე საკმაოდ დიდი მასალა არის, მაგრამ შევეცდები სწრაფად გავიარო. ძირითადი საკითხები, რომელიც იქნა გამოყოფილი და არის მოცემული ჩემს პრეზენტაციაში, ეს არის მოპყრობასთან დაკავშირებული საკითხები, არასათანადო მოპყრობას, რა თქმა უნდა, ჩვენი მანდატიდან გამომდინარე, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. და როდესაც ჩვენ სლაიდზე ხედავთ თქვენ საკითხებს, რომელიც არის იდენტიფიცირებული ჩვენს მიერ, ეს არ არის მხოლოდ მოპყრობა, მხოლოდ ფიზიკური თვალსაზრისით, არამედ ზოგადად და მთელი რიგი ფაქტორებია გათვალისწინებული, როდესაც შეფასება კეთდება ამა თუ იმ პრაქტიკის საკვალიფიცირებლად, როგორც არასთან მოპყრობა. მონიტორინგის დროს გამოვლინდა ისეთი პრობლემები, როგორიც არის ფიზიკური ძალადობის და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტები. უნდა აღინიშნოს, რომ ძირითადად ეკტის თანაშემწეებზე მივიღეთ შეტყობინება, რომ მათი მხრიდან ჰქონდა ადგილი ასეთ მოპყრობას. ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ უშუალოდ პაციენტებს შორის ძალადობაც საკმაოდ გავრცელებულია, რაც რა თქმა უნდა გაუყოვნებელ რეაგირებას საჭიროებს და ეს პირდაპირ დაკავშირებული არის მეთვალყურეობის, უზრუნველობის ხარისხთან. აქ სხვადასხვა ფაქტორებზე შეგვიძლია ვისაუბროთ, იგივე პერსონალის სათანადო რაოდენობაზე და ასე შემდეგ. უკიდურესად ცუდი მატერიალური პირობები. თქვენ მე ნახავთ ფოტოებს, რამდენიმე ფოტოს, მძიმე ასე თქვა პირობების, რომელიც არსებობს დაწესებულებებში. ასევე ქიმიური და ფიზიკური და ქიმიური შეზღუდვის პრაქტიკა რიგ შემთხვევებში შეიძლება გაუტოლდეს არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას და ამაზე დეტალურად არის საუბარი ანგარიში, კონკრეტული ფაქტებიც არის მოყვანილი. ასევე მივიღეთ შეტყობინებები ფიზიკური შეფოთვის მეთოდის და ინექციის სხვა პაციენტთა თვალთანდასწრებით
გამოყენების, რაც რა თქმა უნდა დაუშვებელია და დამამცირებელია. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ აქ შეფასებებს ვაკეთებთ, დეტალურად არის მიმოხილული და მითითებული არის კონკრეტული სამართლებრივი წყაროები, soft law, ეგრეთ წოდებული და სხვა ავტორიტეტული საერთაშორისო საზამხედველო ორგანოების პოზიციები, რაც რა თქმა უნდა თანხმდრაშია ჩვენ პოზიციებთან. ასევე სომატური დაავადებების დროული და ადეკვატური მკურნალობა მოგეხსენებათ ადეკვატური და დროული სამედიცინო მსახურების გაუწევლობა უთანაბრდება არადამე დაავადებულ მოპყრობას და რა თქმა უნდა გარდაცვალების შემთხვევაში უკვე სიცოცხლის უფლების ხელყოფის საკითხიც დგება. ასევე ჩვენს მიერ ზოგადად შეფასებული იქნა ასე ვთქვათ არასათანადო მოპყრობად უღელყოფის პირობებში ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაცია და არანებაყოფლობითი სამედიცინო ინტერვენცია და ამ საკითხის შემდგომშიც დაუბრუნდებით de facto თავისუფლების აღკვეთა. ეს ამასაც დაუბრუნდებით, მაგრამ გეტყვით, რომ აქ საუბარია იმაზე, რომ ფორმალურად ნებაყოფლობით დახმარებული, ესე ვთქვათ, ნებაყოფლობითი პაციენტები რეალურად სურვილს გამოთქვამენ დატოვონ დაწესებულება, ხოლო მათ ამის შესაძლებლობა არ აქვთ. ეს კი არის de facto თავისუფლების აღკვეთა. რაც დაუშვებელია ასევე. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე, ესე ვთქვათ, შედეგები მონიტორინგის დაკავშირებული არის სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოსთან, სადაც ჯგუფმა მიიღო შეტყობინება ძალადობის შესახებ ექიმის თანაშემწეების მხრიდან. პაციენტები უთითებდნენ ასევე იმ საშუალებებს, რომელსაც ხდებოდა ეს არასთანადო მოპყრობა და კონკრეტულად მითითებული იყო ასევე ადგილი, სადაც შეიძლება ყოფილიყო ეს, ასე ვთქვათ, იარაღი. და ჩვენს მიერ აღმოჩენილი იქნა, იქ ხედავთ ჯოხები არის, ეს არის ექნების თანაშემწე ექნების ოთახი, სადაც კარადის უკან იყო ეს ჯოხები, როგორც თქვენ ხედავთ. აღნიშნულთან დაკავშირებით მთავარი აღნიშნოთ, რომ ფიზიკური დაზიანების კვალი აღენიშნებოდათ პაციენტებს, ასევე აღნიშნავდნენ პაციენტები ინტერვიუს დროს, ეს აღინიშნო სამართლიანობისთვის, რომ პაციენტთა შორის ძალადობასაც ჰქონდა ადგილი ხშირ შემთხვევაში. აღნიშნულთან დაკავშირებით ვიტყვით იმას, რომ წინადადებით მიმართა სახალხო დამცველმა მიმართა წინადადებით საქართველოს მთავარ პროკურორს და დაწყებულია გამოძიება აღნიშნულ დაკავშირებით. თუმცა სამწუხაროა და უნდა აღინიშნოს, რომ პაციენტები როგორც ასეთი დაკითხული არ იქნენ და მიზეზი ამისა იყო ის, რომ განმარტება პროკურატურის მხრიდან, რომ მათ თავიანთი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არ იქნა მიზანშეწონილი მათი დაკითხვა, ანუ მათ არ შეეძლოთ გადმოცემა, რაც ჩვენი აზრით სტერეოტიპული დამოკიდებულება, მასტიგმატიზირებული დამოკიდებულებაა და აღნიშნულთან დაკავშირებით კონკრეტული რეკომენდაციებიც არის სათანადო სწავლების შეზღუდული საერთაშორისო კონექტივთა დაკითხვის ტექნიკის და ასე შემდეგ მეთოდური გაიდლაინების შემუშავების კუთხით. რაც შეეხება პირობებს, აი ეს არის ისე სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფო შეგიძლიათ ნახოთ არის კარგად ჩანს თუ არა. ეკრანზე უკანაც შეგიძლიათ ნახოთ, ეს არის ის პირობები, რა პირობებშიც იმყოფებიან ეს პაციენტები. თქვენ ხედავთ, რომ ფაქტობრივად პირადი სივრცე არ არის, ძალიან ცუდი პირობებია, შენობა არის მოძველებული, ამორტიზირებული. აი ეს პირობები სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ შეფასებული იქნა, როგორც არასათანადო მოპყრობა თავისთავად. მე გაჩვენეთ კიდევ კუტირის, ეგრეთ წოდებული კუტირის, ანუ ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გარკვეულ რამდენიმე ფოტოს, ორ ფოტოს, სადაც ხედავთ როგორ არიან განთავსებული პაციენტები, ამ საწოლები და თუ რა მდგომარეობაში არის საწოლები. თუმცა, აქვე უნდა აღნიშნოთ, რომ შედარებით უკეთესი პირობები და ეს მისასალმებელია, თუმცა აქაც არ არის სტანდარტები ბოლომდე დაცული, იგივე ფართთან დაკავშირებით, საწოლებს შორის დაშორება და ასე მოგეხსენებათ ეს დარეგულირებულია შესაბამისი ნორმატიული აქტით. ხედავთ, რომ ეს არის ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი, სადაც შედარებით ნორმალური პირობები, ანუ ჩვენ გვინდა ობიექტურად წარმოვაჩინოთ ის მდგომარეობა, რაც სისტემაში გვაქვს. ეს არის რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი. აქაც მეტნაკლებად მოწესრიგებულია მდგომარეობა. რაც შეეხება ფიზიკურ შეზღუდვას, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, ერთ-ერთი ნაწილი, სადაც მაღალი არის რისკი არასთანადო მოპყრობის ძალის გადამეტების. აქ დაფიქსირდა, რომ რაც რეგისტრაციის მკაფიო სისტემა არ არსებობს დაწესებულებებში ერთიანი. რიგ დაწესებულებში გამოიყენება სპეციალური ჟურნალი, ფიზიკური შეზღუდვის ჟურნალი, სადაც აღინიშნება მონაცემები და ასევე რიგ შემთხვევებში ბარათებშიც არის მოთავსებული, თუმცა ეს ცალსახად არ არის, ანუ ყველგან არ არის არც ბარათში და არც შესაბამის რეესტრში. თუმცა ეს უნდა აღინიშნოს, რომ
ამ კუთხით კანონმდებლობაც არ არის სალსახა, ის არ მოითხოვს ორივეგან გაკეთდეს ჩანაწერი და რეკომენდაციაში სავამისი რომ სპეციალურ რეესტრში ორივეგან ანუ სამეცნიერო ბარათებში და სპეციალურ რეესტრში ჟურნალშიც უნდა გატარდეს და რაც თავარია მიეთითოს კონკრეტული დაწყების დრო, დასრულების დრო, დინამიკაში მეთვალყურეობის საკითხი და ასე შემდეგ. ამ მთელი რიგი საკითხები, ინფორმაცია, რომელიც უნდა მიეთითოს. ამ რეესტრს აჩექება ეს თანხმობაში არის ასევე წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის შესაბამის რეკომენდაციასთან. უმეტესად არ გვხვდებოდა 15 წუთიან ინტერვალში პაციენტის მდგომარეობის დინამიკის შესახებ ჩანაწერი. ზოგჯერ არ იყო მითითებული ფიზიკური შეზღუდვის დაწყების და დასრულების ხარვეზებია წარმოების, თუმცა ეს არსებითი მნიშვნელობის ხარვეზებია, იმიტომ რომ ეს არის ის რითიც უნდა გამსაჯოთ თქვენ იყო თუ არა მარძომიერად გამოყენებული ეს ზომა პროპორციულად და რა მდგომარეობაში იმყოფებოდა პაციენტი. ფიზიკურ შეზღუდვასთან დაკავშირებით ის უნდა დავძინოთ, რომ აქ აუცილებელი არის პერსონალის განსაზღვრა კონკრეტულად ვინ ახორციელებს ფიზიკურ შეზღუდვას და შემდგომ მათი შესაბამისი სწავლება. სამწუხაროდ ამ კუთხით არ გვაქვს კარგი სიტუაცია, შესაბამისად ეს მოსაგვარებელია აუცილებლად დაუყოვნებლივ. გადაწყვეტილებაც რაც შეეხება ნაკლები ინფორმატიული აქვს, შე შემთხვევაში ვერ გინდება თუ რატომ გახდა ფიზიკური შეზღუდვა აუცილებელი და იყო თუ არა ალტერნატიული ზომები, როგორც ვიცით ეს არის უკიდურესი ზომა, თუ ალტერნატივები არსებობს, მაშინ უნდა გამოვიდეთ ალტერნატიული. ახაც თუ დაუბრუნდებით წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის მიდგომას, აქ სასურველია, როცა საჭიროება არსებობს, მხოლოდ მანუალური შეგოჭვით შემოიფარგლოს პერსონალი. თუმცა ხანდახან არის შემთხვევები, როდესაც ეს აუცილებელია, თუმცა ეს კარგად უნდა იყოს დასაბუთებული და დოკუმენტირებული. კიდე კანონმდებლობაზეა საუბარი, რომელიც 4 საათის ვადას ადგენს, თუმცა ეს შეიძლება დაუსრულებლად გაგრძელდეს და არ არის კონკრეტული ზღვარი დადგენილი. რაც შეეხება ქიმიურ შეზღუდვას, ქალბატონმა ნინომ ახსენა და ეს პირველად წამოვწიეთ ეს საკითხი, ეს დანიშნულოვანი საკითხია. პრაქტიკაში რეალურად ფიზიკური შეზღუდვა ქიმიურ შეზღუდვასთან კომბინაციაში გამოიყენება და რაღაც კაფეო არეგულირებელი ჩარჩო არ არსებობს. არ ხდება დასაბუთებულობა და მიზეზების დასაბუთება და პოზიცია ამ შემთხვევაში არის რომ ძალიან კაფეო რეგულირება უნდა არსებობდეს და იგივე სტანდარტები უნდა ვრცელდებოდეს, რაც ვრცელდება ფიზიკური შეზღუდვის შემთხვევაში. რაც შეეხება იზოლაციას საიზოლაციო ოთახში ამ კუთხით არის პრობლემები, რიგ დაწესებულებებში გამოიყენება არის ეს პრაქტიკა, თუმცა იქ არსებული და მიუხედავად კანონმდებლობის მოთხოვნისა, იქ არსებული პირობები არ არის უსაფრთხო, ანუ არ არის შესაბამისად მოწყობილი და მაღალი არის თვითდაზიანების რისკი. ანუ და რეალურად აქ მივიღეთ ინფორმაცია და გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ რამდენიმე დღითაც კი გამოიყენება ეს საიზოლაციო პალატები. ამ შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ აქ კი ბატონო კანონმდებლობა ადგენს იგივე სტანდარტებს, თუმცა რეალურად პრაქტიკაში დოკუმენტირება და დასაბუთება ამ ზომის გამოყენების აქაც პრობლემურია. აი ნახეთ, ეს არის ზემოთ შეგიძლიათ ორი ფოტო, რომელიც არის გადაღებული ბათუმი ხევაჩაურის ფსიქონევროლოგიურ დისპანსერში სამყოფოში, სადაც ეს არის ის საიზოლაციო პალატები, რომელსაც აქვს გისოსები და ქვემოთ ხედავთ, ეს არის ბედიანის ფსიქიატრიული დაწესებულება, სადაც ასევე და ხედავთ, რომ ეს არ არის მოწყობილი იმგვარად, რომ აქ უსაფრთხოდ მოხდეს პაციენტის განთავსება. საერთოდ რამდენად სწორია ეს პრაქტიკა, ამაზე დავა მიმდინარეობს სფეროში, ზოგადად იზოლაციის ფიზიკური შეზღუდვის გამოყენების ცალსახა პოზიცია, მაგრამ ასეთ საკანში სპეციალური პრევენციული ჯგუფის შეფასებით ბოდიში საკანი გამოვიყენე ტერმინი, ანუ პალატაზეა საუბარი, რა თქმა უნდა დაუშვებელია და იგივე გისოსები ასოცირდება ციხეს. დიახ, საკანია პრაქტიკულად ასოცირდება ციხესთან, ეს ვიწერია ჩვენ ანგარიში, დიახ, და ანუ არ არის უსაფრთხო, რა თქმა უნდა, აქ მოთავსება შეიძლება გაუტოლდეს ადამიანი და ამცირ მოყვებას. ამაზე არის სწორედ საუბარი. ასევე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ფორმალურად ნებაყოფლობით ფსიქიატრული დახმარების მიღები პაციენტები ფორმალურად ნებაყოფლობით ხაზს უსვამს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში გამოთქვამეს სურთ რომ დატოვონ დაწესებულება, მაგრამ ამის საშუალება არ აქვს. ფორმალურად ისინი ნებაყოფლობითი პაციენტები არიან, მათ მიმართ გამოიყენება ფიზიკური შეზღუდვა და აქაც უნდა მოვიშვერიოთ წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის პოზიცია, რომ როგორც წესი და საერთოდ არ უნდა გამოიყენებოდეს ფიზიკური შეზღუდვა ამ პირების მიმართ, ხოლო თუ ამის საჭიროება აუცილებლად არსებობს, ამ შემთხვევაში უნდა გადაიხედოს მათი სტატუსი, ანუ ნებაყოფლობით, აღარ ნებაყოფლობით, შესაბამისი პროცედურა უნდა დაიწყოს.
შეიძლება ინფორმირებულ თანხმობას. ინფორმირებულ თანხმობას ალბათ ჩვენ არაერთხელ დაუბრუნდებით, მაგრამ აქ ერთმანეთთან არის არეული ასიმილირებული ინფორმირებული თანხმობა სტაციონირებაზე და ინფორმირებული თანხმობა მკურნალობაზე. ეს ორი ამ ორ შორის ზღვარი არ არის გავლებული. ამაზე ალბათ სამედიცინო მომსახურების მიწოდების ნაწილზე ჩვენი მომხსენებელიც ისაუბრებს. და რეალურად ეს არის ფორმალური ეს პროცედურა, როგორც პრაქტიკამ გვაჩვენა, ანუ რეალურად მოთავსება, ანუ თავი მიზანი ამ შემთხვევაში არის, რომ ფორმალურად ხელი მოეწეროს და მოთავსდეს სამედიცინო ბარათში, რაც რა თქმა უნდა დაუშვებელია და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არაერთი ჩვენს მიერ ინტერვიუირებული პაციენტი, რომელიც ნებაყოფლობით იმყოფებოდა დაწესებულებაში, ფორმალურად ითხოვდა სტაციონარიდან გაწერას. და რა თქმა უნდა, აქ ზოგადად საუბარია იმაზე, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე კაიროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის სულისკვეთებიდან გამომდინარე, ავითარებთ ანგარიში პოზიციას, რომ თანდათანობით უნდა გადავიდეთ სწორედ რომ პაციენტის თანხმობაზე დაფუძნებულ მომსახურებაზე და ეს პრაქტიკა, რომელიც არსებობს დღესდღეობით, არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების თანდათანობით უნდა აღმოიფხვრას. რა თქმა უნდა, ეს შედარებით ჩვეულებრივი პერსპექტივის საკითხია, თუმცა ამ კუთხით უნდა გადაიდგას ნაბიჯები. ნუ აქ საუბარია იმაზე, რომ სწორედ ამ კიდევ ერთხელ მიუბრუნდები ამ ფორმალურად ნებაყოფლობით მყოფ პაციენტებზე სტაციონარში. აქ უნდა აღინიშნოს, რომ ასეთ შემთხვევაში რატო არის ეს ერთი რომ თქვით, რომ ეს არის დე-ფაქტო თავისუფლების სახვე და ისინი მოკლებულები არიან სამართლებრივი დაცვის გარანტიებს. სასამართლო კონტროლს მიღმა იმყოფებიან რეალურად და ამ შემთხვევაში სამედიცინო ინტერვენციები ხორციელდება მათი ნების საწინააღმდეგოდ. რა თქმა უნდა, ინფორმირებული თანხმობა მკურნალობის დროს ეს არის პროცესი, ეს არ არის მხოლოდ ერთხელ თქვათ რაღაც ფორმაზე ხელის მოწერა, არამედ მუდმივი განგრძობადი პროცესი. მუდმივად უნდა მიეწოდოს გასაგებად ინფორმაცია მკურნალობის ტაქტიკის შესახებ, გამოსავლების შესახებ და მხოლოდ აი ამ გზით რაღაცნაირად დაყოლიებით უნდა ხდებოდეს სამედიცინო მომსახურების მიწოდება. რაც შეეხება არანებაყოფლობით სტაციონარ ფსიქიატრიულ დახმარებას, აქ უნდა აღინიშნოს ის, რომ გარკვეულწილად თვითონ შუამდგომლობების გარკვეულწილად შაბლონურია, გარკვეული ხარვეზები იკვეთება, ასევე არის პრობლემა იმ კუთხით, რომ გარკვეული პრეზუმპცია არსებობს, თუ ადამიანს თავის დროზე დიაგნოსტირებული არის გარკვეული ფსიქიკური აშლილობით, ეს პრეზუმპცია მოქმედებს, ანუ ავადმყოფობის პრეზუმპცია და ასევე ის ფაქტი, რომ ექიმების, ასე ვთქვათ, ფსიქიატრების პოზიციას ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება და სასამართლო როგორც წესი ეთანხმება ხოლმე, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც არ ეთანხმება სასამართლო, ეს უნდა აღინიშნოს. უბრალოდ აქ საუბარია იმაზე, რომ განსაკუთრებით როდესაც ხდება გადასინჯვა იგივე 6 თვიანი ვადით გაგრძელება და შემდეგ უნდა იყოს პოზიცია არის სახალხო დამცველის, რომ მოსმენილი დამოუკიდებელი ექიმი ფსიქიატრის მოსაზრება. და ამას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს და შესაბამისად ამ კუთხითაც გამოსასწორებელი ხარჯის დროში ვარ, ხო? კი ბატონო, შეერთებით. რაც შეეხება და პრობლემა ერთ-ერთი საკითხი, ეს ამაზე ისაუბრებ სახალხო დამცველმაც, ინსპექტირების საკითხი და გასაჩივრების პროცედურები, უფლებების დაცვის კუთხით ეს უმნიშვნელოვანესია და ამ კუთხით რეალურად გარკვეული ხარვეზები არის, სათანადო სახელმწიფო ზედამხედველობა მომსახურების ხარისხზე, ფსიქიატრიული დახმარების ხარისხზე და ადამიანის დაცვის მდგომარეობაზე, თუ არ ჩავთვლით პრევენციულ მექანიზმის საქმიანობას, პრაქტიკულად ჩვენ ყოველ შემთხვევაში არ გვაქვს ასე ვთქვათ ყარი, ესე ვთქვათ ახსნა და კონკრეტული პოზიცია, მოხარულები ვიქნებით თუ რაღაც დამატებით მოგვაწვის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი კონკრეტულ პოზიციას აღნიშნულ დაკავშირებით თუ რა იგეგმება, რა ხორციელდება და ასე შემდეგ. პრაქტიკულად ამ კუთხით არის სერიოზული ხარვეზები. დამონტაჟებულია საჩურის ყუთები შიგნით დაწესებულებებში, ეგwari შიდა უგები უკავშირის პროცედურები არის საჩურის, მაგრამ პრაქტიკულად არ იყენებენ, ინფორმირებულობის დონე ძალიან დაბალი არის პაციენტების, გამოკითხული პაციენტების. შესაბამისად, სახალხო დამცველის შეფასებით მნიშვნელოვანია ზომების მიღება, შემდეგ სამი საკითხის მოსაგვარებლად, პაციენტთა ინფორმირება მართვის გასაგებ ენაზე პაციენტის უფლებების შესახებ, პაციენტთა სპეციალური საჭიროებების გათვალისწინებით საჩივრის განხილვის მარტივი და ეფექტური პროცედურების შექმნა და ჰოსპიტალში და ჰოსპიტალ გარე, ანუ სექტორული კონტროლის ფარგლებში, ანუ საუბარი ჯანდაცვის სამინისტრო
პროაქტიული მონიტორინგის უზრუნველყოფა. ალბათ ყურადღების ეს იყო ეს ძირითადი საკითხები ის მოხლასწინე. დიდი მადლობა. როგორც ხედავთ, სურათი საკმაოდ მძიმეა. იმედი გვაქვს შესაბამისი უწყებების მხრიდან სერიოზულად იქნება აღქმული ის რეკომენდაციები, რომელიც ანგარიშია წარმოდგენილი. სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრს ოლგა კალინას მინდა გადავცე. დიდი მადლობა. ანუ ჩემი პრეზენტაცია ეხება მკურნალობას, როგორც ფსიქიატრიულ მკურნალობას, ასევე სომატურ მკურნალობას და ამასთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ საკმაოდ მძიმე მდგომარეობა განსაკუთრებულად სომატური ჯანმრთელობის დაცვის კუთხით. მკურნალობასთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას, რომ უმეტეს დაწესებულებაში ფორმალურად არის ფარმაკოლოგიური მკურნალობა და არ ხდება შემთხვევის მართვა, რეალურად არ ხდება ფსიქოლოგების სათანადო ჩართვა მკურნალობის პროცესში და ძირითადად ხდება ფსიქოტროპული მედიკამენტებით შემთხვევების მართვა. ასევე არის პრობლემები არაჯანსაღ პრაქტიკებთან დაკავშირებით, მაგალითად დაფინანსების განსხვავების გამო არის პრაქტიკა მწვავე პაციენტების სწრაფად გაწერის განყოფილებებიდან, რაც ძალიან ესე იგი ცუდ გავლენას ახდენს პაციენტის მდგომარეობაზე. შეიძლება ითქვას, რომ იყო ესე იგი აღმოჩენილი შემთხვევა ქავთარაძის დაწესებულებაში, ქავთარაძეზე მდებარე დაწესებულებაში, ეს ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი, სადაც მონიტორინგის ჯგუფმა შევიდა და ნახა, რომ გამგის ოთახში იყო სია გამოკრული, სადაც იყო პაციენტების გვარები, შემოსვლის თარიღები და სავარაუდო გაწერის თარიღებიც მითითებული იყო 10 დღიანი პერიოდის დაცვით. ანუ რეალურად პაციენტის მდგომარეობიდან კი არ იყო მიღებული ეს გადაწყვეტილება, არამედ ფინანსური მდგომარეობიდან და ეს მიზეზებიდან გამომდინარე, რაც რა თქმა უნდა არ არის სახარბიელო, იმიტომ რომ მომავალში ხდება გადმოყვანა პაციენტის სწორად თქვი რომ პატიმრის, ყოველთვის გვაქვს ეს ცუდი ასოციაციები. პაციენტის გადაყვანა ხდება გრძელვადიან განყოფილებაში ან გაწერა პაციენტის, იმიტომ რომ გრძელვადიანი საწოლების უკმარისობა ასევე არის დაფიქსირებული და შედეგად პაციენტი არ იღებს სრულფასოვან მკურნალობას. მერე ხდება შემთხვევის გამწვავება და სწრაფი დაბრუნება უკან დაწესებულებაში, ანუ რეხოსპიტალიზაცია, რაც ბუნებრივად არ შედის პაციენტთა ინტერესებში. ამიტომ გვაქვს შესაბამისი რეკომენდაციები, ანუ ვთვლით, რომ საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უნდა შეისწავლოს არსებული პრაქტიკა, დააწესოს მკაცრი მეთვალყურეობა დაყოვნების ვადის შესაბამისობაზე მწვავე ეპიზოდის სტაბილიზაციის ხარისხთან და გაზარდოს გრძელვადიანი მკურნალობის დაფინანსების მოცულობა და გადასინჯოს დაფინანსების მოდელი მკურნალობის ხარისხის პრიორიტეტულობის გათვალისწინებით. რაც შეეხება მედიკამენტოზურ მკურნალობას, მონიტორინგის შედეგები ცხადყოფს, რომ თითქმის ყველა დაწესებულებაში დასაწყის პერიოდში შეემჩნევა მასობრივი ინიექციების ხმარება. ანუ არ ხდება გათვალისწინება ინდივიდუალური მდგომარეობის, არ ხდება გათვალისწინება აი ზოგადად აი სიმპტომებზე დამოკიდებული, აი ძალიან მორგებულია ესეთი დახმარება არ არის, არც არის შესაბამისი ახსნა განმარტებები თუ რატომ გაკეთდა ასეთი ესე იგი დანიშვნა, ანუ წამლების და რეალურად პაციენტები აი გრძელვადიან პერიოდში 10-დან 20 დღემდე იღებენ ძალიან დიდი ნემსების რაოდენობას, 2-დან 7-მდე ნემსი უკეთდებათ დღეში. თუ კიდევ დავამატებთ იმ ფაქტს, რომ პაციენტები არ არიან ინფორმირებული იმაზე, თუ რა წამლებს აკეთებენ და რისთვის აკეთებენ და ასევე ამ წამლებს აქვთ შესაბამისი ცუდი ეფექტები, პაციენტები აღიქვამენ ამას როგორც დასჯას და არა როგორც მკურნალობის ნაწილს. რაც ასევე არ არის საერთოდ სახარბიელო. ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში მაგალითად არის ასეთი პრაქტიკა, რომ იყენებენ კორდიამინთან ტიზერცინის ინიექციები და იყენებენ ყოველთვის, ანუ 10-დან 20 დღემდე. ანუ ძალიან ესე იგი ცოტა შემთხვევა, როცა არ ხდება გამოყენება ასეთი ინტენსიური თერაპიული კურსის.
აქედან გამომდინარე, ანუ გვაქვს შთაბეჭდილება, რომ ეს უბრალოდ ტრაფარეტული დანიშვნა არის და არა რეალური მკურნალობის ნაწილი. მონიტორინგის ჯგუფთან საუბრისას პაციენტები აღწერენ საკმაოდ მძიმე გვერდით ეფექტებს და უჩივიან მაგალითად რომ ვერ დადიან, რომ სულ გძინავთ და ეს მაგარი დაღლილები არიან, რომ დაქანცულად გრძნობენ თავს თავრო ეხება და ანუ სხვა პრობლემებიც აწუხებთ, თუმცა როცა ითხოვენ ექიმს შეცვალონ შესაბამისი წამლები, არავითარი რეაგირება როგორც წესი არ ხდება. ამასთან უკვე აღნიშნე, რომ პაციენტები არ არიან ინფორმირებული არც იმაზე თუ რა წამალს იღებენ, არც დიაგნოზის შესახებ და ასევე არ ხდება ინფორმირება გვერდით ეფექტების შესახებ. როცა იღებენ შედეგად გვერდით ეფექტებს, ვერ ესე იგი ხდებიან რატომ მიიღეს. ანუ უფრო სწორად არის ასოციაცია ინიექციასთან, მაგრამ რადგან ცუდი ეფექტის შედეგად არის მიღებული, პაციენტი ფიქრობს, რომ ეს იყო დასჯა და არა მკურნალობის ნაწილი. ამიტომ არის შიში პერსონალის მიმართ და ერთ-ერთი მაგალითად ბენეფიციარი აღნიშნავს, რომ აი ნემსის გაკეთებაზე უარს ვერ ვეუბნებოდი, რადგან პერსონალის მხრიდან უარესის გაკეთების მეშინოდა. ანუ ეს საკმაოდ მძიმე სურათია. დაფიქსირდა შემთხვევები, როცა არ იყო დანიშნული გვერდით ეფექტების კორექციისთვის საჭირო მედიკამენტები. ესეც საკმაოდ ცუდი სურათია, ცუდი შემთხვევები დაფიქსირდა, იმიტომ რომ კორექცია აუცილებელია პაციენტის მეტნაკლებად კარგად ყოფნისთვის. წამლები საკმაოდ მძიმე არის ნეიროლეპტიკები და თუ კორექტორი არ არის დანიშნული, შესაბამისად ვითარდება ძალიან მძიმე გვერდით ეფექტები. აი მაგალითად ერთ-ერთ პაციენტს 17 დღის განმავლობაში უკეთდებოდა ჰალოპერიდოლის ინიექციები 1 მილილიტრი დღეში 2-ჯერ, შემდეგ 3-ჯერ და ამასთან არ იყო დანიშნული შესაბამისი მედიკამენტი კორექციისთვის. სხვა შემთხვევა იყო, როცა პაციენტი იღებდა 2 ნეიროლეპსიურ პრეპარატს, აქედან ერთს პირველი თაობის ნეიროლეპტიკს კორექტორის გარეშე და მეორე პრეპარატს იღებდა კლოზაპინს ეგრეთ წოდებულს. ეს პრეპარატი საჭიროებს სისხლის ანალიზს, იმიტომ რომ არის აუცილებელი შესაბამისი კონტროლი სისხლის ზოგად მდგომარეობაზე, მაგრამ ამ პაციენტს არ უკეთდებოდა ეს ანალიზები. ამასთან პაციენტს ჰქონდა მძიმე გვერდით ეფექტები და ჰქონდა შესაბამისი ინფორმაცია მიწოდებული თავისი მკურნალი ექიმისთვის, თუმცა რეაგირება არ მოხდა არანაირი. ერთეულ შემთხვევაში დაფიქსირდა 3-4 ნეიროლეპსიური პრეპარატით კომბინირებული მკურნალობა. მაგალითად ერთ-ერთ პაციენტს დღეში აბების სახით ეძლეოდა ფსიზინი, ზოპინი, თიორიდაზინი და ამ პრეპარატებთან კომბინაციაში ერთი თვის განმავლობაში ციმაზინის ინიექცია უკეთდებოდა. უკვე აღნიშნე, რომ ნეიროლეპტიკურ პრეპარატებს და ფსიქოტროპულ პრეპარატებს ზოგადად აქვთ საკმაოდ მძიმე გვერდით ეფექტები. მაგალითად შეიძლება იყოს პარკინსონული სინდრომი, სახისდატანის უნებლი მოძრაობები, კრუნჩხვა, მხედველობის დაქვეითება, სედაცია, წონის მომატება და ასე შემდეგ. ამიტომ აუცილებელია შესაბამისი კონტროლი და ზოგიერთ შემთხვევაში ლაბორატორიული კვლევები. თუმცა მონიტორინგის შედეგად ირკვევა, რომ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ასეთი კონტროლი და რისკების შეფასება არ ხდება. ამასთან გვერდით ეფექტების შესამცირებლად არის საჭირო მაღალი ხარისხის მედიკამენტების ხმარება. მონიტორინგის შედეგად გინდება, რომ ასეთი მედიკამენტების შესყიდვას ხელს უშლის როგორც ფსიქიატრიული დახმარების არასათანადო დაფინანსება, ასევე არსებული საკანონმდებლო ჩარჩო, იმიტომ რომ მენეჯერები იძულებულნი არიან შეესყიდონ სტამლები ტენდერის მეშვეობით და იმარჯვებს ყველაზე, ანუ ის პრეტენდენტი, რომელიც ყველაზე დაბალ ფასს შესთავაზებს. აქედან გამომდინარე, ხარისხი უარესია მაღალხარისხიან პრეპარატებთან შედარებით და აქვს უფრო ბევრი გვერდითი ეფექტი. შესაბამისად, სპეციალური პრევენციული ჯგუფი თვლის, რომ მკურნალობის ეფექტურობის უზრუნველყოფის მიზნით მიზანშეწონილია შემუშავდეს ფსიქიატრიული დაწესებულებების ბაზისური მედიკამენტების ნუსხა, რომელშიც განისაზღვრება ახალი თაობის მაღალი ხარისხის მედიკამენტების ჩამონათვალი,
უზრუნველყოფილი უნდა იქნას მედიკამენტების ხელმისაწვდომობა ყველა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში და ასევე უნდა გაეზარდოს ფსიქიატრიული შემთხვევების დაფინანსების მოცულობა და დაწესდეს მედიკამენტის შესყიდვის ყველაზე მოსახერხებელი შეღავათიანი რეჟიმი. რაც შეეხება თანხმობას სტაციონირებაზე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი მკურნალობაში, იმიტომ რომ როგორც უკვე აღნიშნე, პაციენტები აღიქვამენ მკურნალობას როგორც დასჯას და თავიანთ მოთავსებას დაწესებულებაში, ასევე როგორც დასჯას, ანუ ციხეში მოთავსებას. შესაბამისად არის აუცილებელი ინფორმირებული თანხმობის მიღება პაციენტებისგან, თუნდაც ისინი იმყოფებიან არანებაყოფლობით მკურნალობაზე, ან იძულებით მკურნალობაზე. აქედან გამომდინარე, სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს მიაჩნია, რომ უნდა შეიცვალოს კანონი ფსიქიატრიული დახმარების შესახებ და ასევე მკურნალობის შესახებ ინფორმაცია პაციენტებს რეგულარულად უნდა მიეწოდებოდეთ მათთვის გასაგებ ენაზე და ეს უნდა შეადგენდეს თერაპიული პროცესის შემადგენელ ნაწილს. ასევე სპეციალური პრევენციულ ჯგუფს მიაჩნია, რომ ფსიქიატრიული დაწესებულებების სამედიცინო პერსონალმა პატივი უნდა სცეს პაციენტის უარს მკურნალობაზე და უნდა ეცადოს მკურნალობის მნიშვნელობაზე და მოსალოდნელ შედეგზე დეტალური ინფორმაციის მიწოდების გზით პაციენტის მკურნალობაზე დაყოლიებას და არა იძულებით ნემსების გაკეთებას ყველანაირი ახსნა-განმარტებების გარეშე. რაც შეეხება სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებას, მონიტორინგმა სამედიცინო დოკუმენტაციის მრავალი ხარვეზი გამოავლინა. უმეტეს დაწესებულებაში პაციენტის მდგომარეობის აღმწერი ჩანაწერების, ეგრეთ წოდებული კურსუსების წარმოება არარეგულარულად ხდება. თავად კურსუსები კი ძირითადად შაბლონური ხასიათისაა. ანუ ერთი და იგივე ჩანაწერი შეიძლება 20 ჯერ განმეორდეს, მაშინ როცა არის შესაბამისი მითითებები, რომ ამ დროს პაციენტს სულ სხვანაირი მდგომარეობა იყო და არ შეესაბამება რეალურად პაციენტის მდგომარეობას. სამედიცინო ბარათები არ შეიცავდა ინდივიდუალური მკურნალობის გეგმის მონაცემებს. არაერთი ჩანაწერის წაკითხვა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო ექიმის კალიგრაფიის გამო. ზოგიერთი ექიმის კალიგრაფია იმდენად საშინელი იყო, რომ ვიფიქრე, რომ ვნახე პირველად, რომ ეს იყო ალბათ ნამუშევარი პაციენტის რაღაცა რეაბილიტაციური აქტივობის, რის ფარგლებში უბრალოდ კეთდებოდა რაღაცა ისე ხაზების გაკეთება ცარიელ ფურცლებზე და იყო უბრალოდ თანდართული ისტორიაში ილუსტრაცია, თუ რამდენად ცუდად გრძნობს პაციენტი თავს. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს სამედიცინო დოკუმენტაციის ნაწილი მნიშვნელოვანი, ანუ ექიმის ჩანაწერები. რა თქმა უნდა, მერე წაკითხვა შეუძლებელია. დიახ. ასევე არის უმძიმესი პრობლემები სომატური დაავადებების კუთხით. მაგალითად, სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში სომატური ჯანმრთელობის შეფასება არც პაციენტის მიღებისას და არც შემდგომი მკურნალობის პროცესში არ ხდება. მხოლოდ კრიტიკულ სიტუაციაში ხდება ექნის მიერ წნევის და პულსის გაზომვა და ზოგადად ძალიან არაადეკვატური ზომების მიღება. ზოგიერთ შემთხვევაში პაციენტები უჩივიან მაგალითად სხვადასხვა პრობლემებზე და მე 2 და 3 დღის შემდეგ არის გარკვეული რეაგირება ვალერიანის ან ვალიდოლის მიცემის მეშვეობით და რა ვთქვათ, უფრო შედეგიანი ზომების ესე იგი გამოყენებით. ქუტირში ინტერვიუირებულ პაციენტთა დიდი ნაწილი გამოთქვამდა ჩივილებს სომატური ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებით. აღნიშნავდა, რომ აქვთ ვირუსული C ჰეპატიტი და ასევე გასტროინტესტინალური პრობლემები, თუმცა შესაბამისი კლინიკური გამოკვლევები და ექიმ სპეციალისტის კონსულტაცია არ ჩატარებიათ. ასევე იყო ძალიან მძიმე შემთხვევა იქ დაფიქსირებული არანებაყოფლობით მკურნალობაზე მყოფი ერთ-ერთ პაციენტს მუხლის სახსარში არსებული მეტალოკონსტრუქციის არსებობის გამო შეზღუდული ჰქონდა მოძრაობა, ესაჭიროებოდა განმეორებითი ქირურგიული ჩარევა და ამის შესახებ იცოდა მისი მკურნალი ფსიქიატრი, თუმცა არავითარი გამოკვლევები არ იყო დანიშნული და არც ოპერაცია იგეგმება. ამასთან პაციენტს აქვს მძიმე გვერდითი ეფექტები, რაც კიდევ აუარესებს მის მდგომარეობას. ასევე არის პრობლემები სტომატოლოგიურ დახმარებასთან, ეს დახმარება მხოლოდ კბილის ექსტრაქციით ამოიწურება და არ ხდება თერაპიული დახმარება.
ეს სტომატოლოგიური და ორთოპედიული პრობლემები ძალიან გახშირებული და განსაკუთრებული სიმწვავით დგას ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თავშესაფრის ბენეფიციარებში. ეგრეთ წოდებული თავშესაფრის, იმიტომ რომ რეალურად ჩაკეტილი განყოფილება. ბედიანის ფსიქიატრიული საავადმყოფოს პერსონალის განმარტებით მათ არ გააჩნიათ საკმარისი ფინანსური რესურსი იმისათვის, რომ გააკეთდეს შესაბამისი გამოკვლევები. ასევე არის პრობლემები გეოგრაფიულ ადგილმდებარეობასთან, ძალიან ცუდი გზა ბედიანის ინსტიტუციამდე და ვერ ხერხდება გადმოყვანა დროული პაციენტების. ანუ რეალურად თუ პაციენტს პრობლემები შეექმნა ბედიანის დაწესებულებაში, ვერანაირად სასწრაფო მანქანით ვერ მოხდება მისი გადმოყვანა შესაბამის სამედიცინო ინსტიტუციაში. ანუ გზაში შეიძლება დაეღუპოს ეს პაციენტი, იმიტომ რომ იმდენად ცუდი გზა და იმდენად ხანგრძლივია ეს დაყოვნება იქნება. პერსონალის განმარტებით 2015 წლის განმავლობაში არ ყოფილა პაციენტის არც ერთი გადმოყვანა სომატურ დაწესებულებაში შესაბამისი პრობლემის მოსაგვარებლად, ასევე არ ჩატარებულა შესაბამისი კვლევები. თუმცა ეს სამედიცინო ბარათების შესწავლის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ ბევრ პაციენტს სჭირდება ასეთი გამოკვლევები და აქვთ დანიშნული შესაბამისი კონსულტაციები და გამოკვლევები, მაგალითად ეკოსკოპია, თუმცა ეს არ კეთდება. გარდაცვალებასთან დაკავშირებით დაფიქსირდა 2015 წლის განმავლობაში გარდაცვალების მონიტორინგის დროისთვის დაფიქსირდა 5 გარდაცვალების შემთხვევა ბედიანის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, 7 გარდაცვალების შემთხვევა სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, 1 გარდაცვალების შემთხვევა ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში, 11 გარდაცვალების შემთხვევა ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, 4 შემთხვევა თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში და 1 შემთხვევა სენაკის სარაიონთაშორისო ფსიქონევროლოგიურ დისპანსერში. ამასთან დაკავშირებით უნდა აღნიშნოთ, რომ იყო ცდილობა გამოვითხოვოთ შესაბამისი სტატისტიკური მონაცემები სამინისტროდან, თუმცა ანგარიშის მომზადების პერიოდში არ მეგვეღია. ანუ დროულად არ მეგვეღია რეალურად. გარდაცვლილ პაციენტთა სამედიცინო ბარათების შესწავლის შედეგებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ გარდაცვლილი პაციენტების სამედიცინო ბარათებიდან არ ჩანს მათი საჭირო სამედიცინო მომსახურების გაწევის ფაქტი. მაგალითად, სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ექიმის ჩანაწერში მითითებულია, რომ პაციენტი სამედიცინო პერსონალის შემოვლის დროს დილის 10 საათზე გარდაიცვალა. თუმცა არ არის აღნიშნული გარდაცვალების მიზეზი და ჩატარდა თუ არა რეანიმაციული ღონისძიებები. ამასთან ექიმის ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ ბოლო კვირის განმავლობაში პაციენტი უჩიოდა ზოგად სისუსტეს, თუმცა პაციენტისთვის არ ჩაუტარებია დამატებითი გამოკვლევები და მკურნალობა. ანუ რეალურად არავითარი ზომები არ იყო მიღებული. განხორციელებული მონიტორინგის შედეგად შეიძლება ითქვას, რომ არის ძალიან მწვავე პრობლემები სომატური ჯანმრთელობის მართვის კუთხით ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. უკეთესია მდგომარეობა იმ განყოფილებებში, რომლებიც არიან განთავსებული ზოგად პროფილის საავადმყოფოებში, იმიტომ რომ ახლოს არის შესაბამისი სერვისები და ხელმისაწვდომი პაციენტებისთვის. შესაბამისად სპეციალური პრევენციული ჯგუფი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია გადაედგას არსებითი ნაბიჯები, რათა შეექმნას ფსიქიატრიული პაციენტებისთვის განკუთვნილი მეტი საწოლი ზოგადი პროფილის საავადმყოფოებში და ფსიქიატრიული დახმარებას თანდათანობით გადავიდეს სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების ზოგადი პროფილის საავადმყოფოებში მიწოდების მოდელზე. და ამასთან უნდა გადაეხედოს დაფინანსების მეთოდოლოგია და გაიზარდოს ფსიქიატრიული შემთხვევის დაფინანსების მოცულობა, რათა ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მოთავსებულ ყველა პაციენტს ხელი მოუწდებოდეს დროულ და ადეკვატურ სამედიცინო მომსახურებაზე. მადლობთ ყურადღებისთვის. დიდი მადლობა დეტალური ანგარიშისთვის. ჩვენ ცოტა რეგლამენტს ვერ მივყვებით, ამიტომაც ძალიან მინდა ვთხოვო ქალბატონ ირინა ობოლაძეს, სახელმწიფო აპარატის შეძლების მქონე პირთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროს, რომ მოკლედ ისაუბროს ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის, მხარდაჭერის და საზოგადოებაში ინტეგრაციის საკითხებზე. დიდი მადლობა ბატონო. მოგესალმებით, მეც ყველას
კიდევ ერთხელ დიდ მადლობას მოგახსენებთ ჩემი მხრივ დაინტერესებისთვის და მონაწილეობისთვის. მე ძალიან მოკლედ შევეცდები ვისაუბრო მნიშვნელოვან კომპონენტზე, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, ძალიან სერიოზული თემა, რასაც ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია, მხარდაჭერა და საზოგადოებაში ინტეგრაცია ეწოდება. და თითოეული თქვენთაგანისთვის ძალიან ცნობილია, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობისთვის, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია სწორედ ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია და მისი იმ მოცულობით და იმ სტანდარტით შესრულება, რომლის მოთხოვნაც არსებობს როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად. სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ მონიტორინგის განმავლობაში მიღებულმა ინფორმაციამ და მონიტორინგის შედეგებმა ცხადყო, რომ ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის მოცულობა პრაქტიკულად არც ერთ დაწესებულებაში არ ხდება და არ სრულდება იმ ფორმით, რომლის აუცილებლობა და საჭიროება დადგენილია ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად და ფაქტიურად ეს კომპონენტი თითქმის ყველა დაწესებულებაში შეზღუდულია. მიუხედავად იმისა, რომ არსებული როგორც ადამიანური რესურსი, ასე ვთქვათ, ფინანსური საშუალებები მიმართულია იქით, რომ მოხდეს ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის კომპონენტის სათანადოდ მიწოდება ადამიანებისთვის, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მათი შემდგომი სოციუმში ინტეგრაციისთვის, საზოგადოებაში სრული ინკლუზიისთვის, მცდელობების მიუხედავად ეს კომპონენტი სამწუხაროდ არ არის ჯეროვნად შესრულებული. ძალიან მცირეა და ნაკლებია ინდივიდუალური და ჯგუფური თერაპიები და ესეთი ჩარევების ნაკლებობა დაფიქსირდა თითქმის ყველა დაწესებულებაში. ძალიან დაბალია პაციენტთა ინფორმირებულობის დონე თუ როგორ უნდა იყვნენ ისინი ჩართული ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის პროცესში, ან რა კომპონენტებში უნდა იყოს გათვალისწინებული. მაგალითად, რამდენიმე ბენეფიციარმა აღნიშნა, რომ მათთვის მნიშვნელოვანია იყვნენ კულტურულ და სპორტულ კომპონენტში ჩართული, თუმცა არ იციან და არ აქვთ ინფორმაცია იმ კრიტერიუმების შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდნენ, ასე ვთქვათ, რომ მათი მხრიდან, ასე ვთქვათ, იქნეს უზრუნველყოფილი ამა თუ იმ უფლების თუ ამა თუ იმ კომპონენტში მონაწილეობის შესაძლებლობა. ჩვენ ვიცით, რომ ამ ყველაფერთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას უნდა იღებდეს მულტიდისციპლინური ჯგუფი, თუმცა უმეტეს შემთხვევაში მულტიდისციპლინური ჯგუფი ბევრ დაწესებულებაში არ არის და არსებული ჯგუფებშიც არ არის სრული შემადგენლობა, ასე ვთქვათ, სრულად დაფარული ის თუნდაც პროფესიები, მათ შორის სოციალური მუშაკის როლი ძალიან ნაკლებად არის, შესაბამისად ეს იწვევს სწორედ ამ კომპონენტის კანონით დადგენილ შესაბამისობასთან მიწოდების შეფერხებას. აი ეს სოციალური მუშაკების ჩართულობა ძირითადად გამოიხატება იმით, რომ ისინი ხელს უწყობენ პაციენტებს თავიანთი სოციალური უფლებების განხორციელებაში, მათ შორის სოციალური პაკეტის მიღების შესაძლებლობას უხსნიან, აძლევენ შესაბამის კონსულტაციებს, უშუალოდ მონაწილეობენ ამ პროცესში, ასევე პირადობის მოწყობების, ოჯახის წევრებთან კომუნიკაციაში და ასე შემდეგ. მაგრამ ის, რაც არის, ასე ვთქვათ, ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სრული სარეაბილიტაციო, ფსიქოსოციალური სარეაბილიტაციო პროცესისთვის, სამწუხაროდ ეს როგორც უკვე აღინიშნა, არ ხდება. ძალიან ხშირად მკურნალობის გეგმებში არ არის მითითებული და არ არის გაწერილი ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის კომპონენტი. ასევე არ არის გაწერილი თუ რა სახის ღონისძიებები და თერაპიული აქტივობებში ჩართვა ესაჭიროება პაციენტს. მართალია სოციალური მუშაკის, ასევე ფსიქოლოგების მიერ ხდება ამა თუ იმ აქტივობის, ანუ მათ მიერ შესრულებული ღონისძიებების აღრიცხვა, თუმცა ეს არის ცალკე და ესეთი პრეცედენტიც იყო მონიტორინგის დროს, როცა ფსიქოლოგის მიმართულების, ფსიქოლოგის, ასე ვთქვათ, საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ვერ გახდა ხელმისაწვდომი პრევენციის ეროვნული მექანიზმის ჯგუფის წევრებისათვის და აქ აპელირება მოხდა იმაზე, რომ ეს არის, ასე ვთქვათ, კონფიდენციალური სენსიტიური ინფორმაცია. გასაგებია, რა თქმა უნდა, რომ სამედიცინო ეთიკის და ზოგადად პერსონალური ინფორმაციის დაცვის საფუძველზე უნდა მოხდეს ამ ინფორმაციის, გარკვეული ინფორმაციის, რა თქმა უნდა, სრულად მიწოდება შეიძლება არ მოხდეს, მაგრამ ის, რომ მონიტორინგი განხორციელდეს თუ როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ინფორმაციაზე წვდომა ჰქონდეს პრევენციის ეროვნული მონიტორინგის ჯგუფის წევრებს.
ძალიან ხშირია და ამაზე იყო საუბარი და ანგარიში რა თქმა უნდა ცოტად არის აღნიშნული რომ სოციალური პრობლემების გამო ხშირად არის ხანგრძლივი დაყოვნების შემთხვევები. ძალიან ბევრი ბენეფიციარს აქვს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები, ძალიან ბევრს ესაჭიროება თავშესაბარი, დროებითი საცხოვრებელი. სამწუხაროდ ხშირად ადგილი აქვს ოჯახის წევრების მხრიდან, მეურვეების მხრიდან ამ პირთა უფლებების უგულებელყოფას და ეს კიდევ ერთხელ გამოიკვეთა თუნდაც იმ მიმართულებით რომ არც მონიტორინგის ჯგუფი რა თქმა უნდა ბუნებრივია სვამდა შეკითხვებს და დაინტერესებული ვიყავით ქვეყანაში განვითარებული ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტის რეფორმის შესახებ ჰქონდა თუ არა ინფორმაცია როგორც პერსონალს ასევე დაწესებულების ბენეფიციარებს ან პაციენტებს უბრალოდ ქვედუნარიანობის სამართლებრივ რეფორმასთან დაკავშირებით უნდა ითქვას რომ ფაქტობრივად არც ერთ პაციენტს არ ჰქონდა ინფორმაცია და ძალიან ნაკლები იყო ინფორმაცია თვითონ თანამშრომლებს შორის. არის რა თქმა უნდა გამონაკლისის შემთხვევები, რომელიც დაფიქსირდა მონიტორინგის განმავლობაში, მათ შორის უნდა ითქვას აი ქავთარაძეზე არსებული დაწესებულება, თუმცა მონიტორინგის დროისთვის არც ერთი პირი არ იყო სასამართლოს მიერ მხარდაჭერის მიღება ცნობილი და არც ერთი საბოლოო ასე ვთქვათ გადაწყვეტილება არ იყო ამ საქმეებზე დადგენილი, ანუ პირები ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირებად არ იყვნენ ჯერ კიდევ განსაზღვრული. მე ვესმის რომ შეიძლება ბევრ ადამიანს ჰქონდეს ამასთან დაკავშირებით ესეთი პოზიცია, რომ ჯერ მათ კიდევ აქვთ მათ შორის დაწესებულებების ხელმძღვანელები და ადმინისტრაცია მყავს ხედულობაში, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად მათ ჯერ კიდევ აქვთ ასე ვთქვათ დრო ერთი წელი ვადა იმისა, რომ ეს პირები, რომლებსაც სჭირდებათ შესაბამისად ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირად ცნობა, ასე ვთქვათ დარჩენილი ერთი წლის განმავლობაში დაიწყოთ, თუმცა ის რომ ინფორმაციის ნაკლებობა, ის რომ გარკვეული ნაბიჯები არ არის ამ მიმართულებით გადადგმული, ძალიან დიდი ალბათობით იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ შეიძლება ეს პროცესი შეფერხდეს და ასე ვთქვათ კანონით დადგენილ ვადაში ვერ მოხდეს ამ პირთა უფლებების სათანადოდ რეაგირება, მათთვის მხარდამჭერების დანიშვნა, რაც ცალსახად დაკავშირებულია სწორედ სოციუმში, საზოგადოებაში მათთვის სრული ინკლუზიისა და ინტეგრაციის მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანი იყო კომპონენტი, როცა პაციენტის უფლებებს და მათ კანონიერ ინტერესებს უგულებელყოფენ, როგორც გითხარით, მათი ოჯახის წევრები, მეურვეები და ხშირად ეს შეეხება არა მხოლოდ სოციალური პაკეტის მიღების შესაძლებლობის შეზღუდვას, არამედ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებასაც. ძალიან ბევრმა პაციენტმა განსაკუთრებით სურამის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, ბედიალის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, ასევე ქუტირის დაწესებულებაში ჯგუფის წევრებთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული რემისიის პერიოდია მათთვის და ასე ვთქვათ ხანგრძლივ დაყოვნებას აღარ საჭიროებს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათ წასასვლელი არ აქვთ იმის გამო, რომ მეურვეები, ოჯახის წევრები მათთან არ მოდიან, ან თავს არიდებენ მათ სახლში წაყვანას, თუნდაც იმიტომ, რომ იქ მიმდინარეობს რაღაც მოლაპარაკებები და სხვადასხვა არაკანონიერი შეიძლება ითქვას მიმართულება იმ მხრივ, რომ მათი ქონებრივი უფლებები და მდგომარეობა იქნა შელახული. სამწუხაროდ ორი ასეთი პაციენტი იყო ბედიალის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, რომელთან დაკავშირებით ჩვენ რამდენიმე кейსზე რა თქმა უნდა, რომელიც მონიტორინგის ფარგლებში გამოიკვეთა, ჰქონდა შესაბამისი რეაგირება და განახორციელეთ და ჩვენს მიერ აპარატის მიერ განხორციელებული რეაგირების შედეგად გვიპასუხეს, რომ მალე დაიწყება ის პროცედურები, რომლებიც მათთვის მხარდაჭერის დანიშვნას ითვალისწინებს და იმედი უნდა გამოვთქვათ, რომ შემდეგ ეს ადამიანები გაითავისებენ იმ როლს და ვალდებულებასაც კანონით მათ აკისრიათ და ასე ვთქვათ ამ პირებისთვის იქნება ადამიანის ყველა უფლების სარგებლობის შესაძლებლობა სრულად დაცული. ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია და უბრალოდ არ მინდა გამოვტოვო პაციენტთა მიერ მშობლის უფლების სათანადოდ რეალიზების პრობლემა. ეს ეხებათ როგორც მდედრობითი, ასევე მამრობითი სქესის წარმომადგენლებს, პაციენტებს, როგორც დედებს, ასევე მამებს. ძალიან ბევრმა პრევენციის ჯგუფის წევრებთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ მათ წლების წინ და წლების განმავლობაში არ აქვს შვილებთან კომუნიკაცია, არც კი იციან მათი შვილები სად იმყოფებიან და ზოგს ჰქონდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სავარაუდოდ მათი შვილები არიან მინდობით აღზრდაში ან მეორე მეუღლესთან, რომელიც ხშირად უარს აცხადებს, რომ შვილებთან კომუნიკაცია და კონტაქტი ჰქონდეთ და მით უმეტეს დაწესებულებაში სანახავად მოიყვანონ არასრულწლოვანი პირები. შეიძლება აქ ბავშვის
ხალხის უფლებების გათვალისწინებით და მათი ინტერესების დაცვით იყოს გარკვეული საჭიროებები გამოკვეთილი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესებში სრულად იქნან ჩართული სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები, რომლებიც მოახდენენ დაწესებულების სოციალურ სამსახურთან ერთად, ფსიქოლოგებთან ერთად საჭიროებას ამა თუ იმ პირისა, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან ბევრ შემთხვევაში შეიძლება ითქვას ეს ურთიერთობა და თანამშრომლობა, ანუ ინფორმაციის გაცვლა, იგივე სოციალური პაკეტის მიღება პირთა შესახებ ინფორმაცია, იგივე ქმედუნაროდ ძველი კანონმდებლობის ფარგლებში ცნობილ პირთა შესახებ ინფორმაცია სამწუხაროდ არც ერთ დაწესებულებას არ აქვს და ძალიან მცირეა და ნაკლებია ეს ინფორმაცია თვითონ დაწესებულებებში. და ასევე უნდა ითქვას, რომ სოციალური სამსახურები ძალიან იშვიათად ახდენენ აღრიცხვას, ასე ვთქვათ, სტატისტიკურ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენ პირს აქვს სტატუსი მინიჭებული, რამდენი პირი უნდა იყოს ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე ცნობილი, რამდენი იყო მანამდე ქმედუნაროდ ცნობილი და ასე შემდეგ. ეს საკითხებია, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის ძალიან სერიოზული პრობლემა იმ პაციენტების სოციალური ბენეფიტებით და სახელმწიფო პენსიით უზრუნველყოფა, რომლებიც უკვე არიან საპენსიო ასაკი. სამწუხაროდ ძალიან იშვიათი იყო შემთხვევები, როცა სტაციონარში მყოფ პირებს, პაციენტებს დანიშნული ჰქონდათ, თქვათ, ხანმოკლების გამო ასაკით პენსია. მე არ მინდა უბრალოდ ძალიან ვრცელი გამოვიდეს ჩემი პრეზენტაცია და უბრალოდ დისკუსიისთვის გარკვეული დრო დაგრჩეს, ამიტომ აი ამ დეტალებზე რა თქმა უნდა არის საუბარი ანგარიში უფრო კონკრეტულად და თუ კი შეკითხვები იქნება, მე სიამოვნებით უპასუხებ ამ მიმართულებით თქვენს მიერ დასმულ შეკითხვებს. დიდი მადლობა. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ სპეციალური პრევენციული ჯგუფის ყველა წევრს გაწეული მუშაობისთვის. ახლა ჩვენ გვაქვს დრო დისკუსიისთვის, კითხვებისთვის. ამ ნაწილს ნათია კაცდაძე სახელმწიფო მოადგილე გაუწევს მოდერაციას. მოგესალმებით ყველას. პირველ რიგში მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო მომხსენებლებს, ძალიან ამომწურავი, ძალიან დეტალური პრეზენტაციები წარმოადგინეს და ასევე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო პრევენციის ეროვნულ მექანიზმს და იმ ექსპერტებს, რომლებიც პრევენციის ეროვნულ მექანიზმთან ერთად მუშაობენ ამ ძალიან მნიშვნელოვანი მონიტორინგების ჩატარების დროს და მათი წვლილი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენს მუშაობაში. ეხლა დისკუსიისთვის და კითხვებისთვის ვხსნით სივრცეს და გთხოვთ პირველ რიგში წარმოადგინოთ თავი და დასვათ შემდგომ შეკითხვა და კომენტარი და მანიშნოთ თუ შეიძლება. შეკითხები. აი ნინო აიცი შეიძლება. მოგესალმებით, მაგული შახაშვილი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი გახლავართ, კონსულტანტი შეზღუდული შესაძლებლობების საკითხებზე. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის ამ ინფორმაციის მიღება. ჩემი შეკითხვა ეხება ბავშვებს. მონიტორინგის ფარგლებში იყვნენ თუ არა ბავშვები და რამე სპეციფიკა გამოიკვეთა თუ არა ამ კუთხით, საჭიროებების, შეიძლება დამატებითი რესურსების კუთხით. მადლობა. თუ შეიძლება, მოდი ჯერ გთხოვთ, რომ რამდენიმე კითხვა ან კომენტარი შევაგროვოთ და ამის შემდგომ ერთობლივად ყველას უპასუხოთ. სოფის საქართველოში ძალიან დიდი მადლობა ესეთი სრულყოფილი ანგარიშისთვის. რამდენად ვიცი, ბოლო პერიოდში პირველი ანგარიშია, რომელიც ესეთი სრულყოფილია და ფსიქიატრიული დაწესებულების მონიტორინგს შეეხება. თქვენ ალბათ იცით, რომ ევროპის საბჭო ბოლო რამდენიმე წელი ევროკავშირის დახმარებით ახორციელებს პროექტს, რომლის ერთ-ერთი მიზანიც არის უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება ფსიქიატრიულ დაწესებულებებში. ჩვენ ერთი მხრივ თანამშრომლობთ სახალხო დამცველთან, მეორე მხრივ კიდევ ჯანდაცვის სამინისტროსთან რიგი აქტივობები განხორციელდა. ასევე ბევრი პრობლემური საკითხი, რომელიც დაისვა იგივე გასაჩივრების მექანიზმთან დაკავშირებით, ასევე შიდა ინსპექტირების მექანიზმის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით, ჩვენი მიზანია და სურვილი, რომ სამინისტროს დავეხმაროთ აღნიშნული მიმართულებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ. ალბათ აი დამთხევას არ არის ის, რომ CPT-ის და თქვენი რეკომენდაციები და დაფიქსირებული პრობლემები ერთმანეთს ემთხვევა, შესაბამისად ჩვენი მიზანია, რომ ამ რეკომენდაციების შესრულებაში დავეხმაროთ სახელმწიფოს. მე ორი კითხვა მექნებოდა. ერთი შეეხება არანებაყოფლობით მკურნალობასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს. თქვენ აღნიშნეთ, რომ არის გარკვეული პრობლემები, ზოგიერთი გადაწყვეტილება არის შაბლონური. მაინტერესებს თქვენ როგორ ფიქრობთ, ამ მხრივ ხომ არ არის საჭირო მუშაობა როგორც ადვოკატებთან, ასევე სასამართლოსთან.
და მეორე საკითხი ეს არის de facto არანებაყოფლობითი პაციენტები, ეს პრობლემაც არაერთხელ იქნა დაფიქსირებული. თქვენი აზრით რა იქნება გამოსავალი ამ მხრივ გარკვეული საკანონმდებლო რეგულაციებია საჭირო თუ პრაქტიკაში არის, ანუ გარდა იმისა, რომ პრაქტიკა რა თქმა უნდა შესაძლებელია, რა დაეხმარება იმას, რომ პრაქტიკაში ეს პრობლემა აღმოიფხვრას. ძალიან დიდი მადლობა. მანანა შარაშიდე საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციის ხელმძღვანელი, საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიციის გამმართველი საბჭოს წევრი. ერთი კითხვა მაქვს ქალბატონ ირინასთან, რომელიმე დაწესებულებაში ხომ არ გინახავთ რამდენიმე მაინც ინდივიდუალური რეაბილიტაციის გეგმები. იმიტომ რომ რეაბილიტაცია ყველა სხვადასხვანაირად წარმოუდგენია, რეაბილიტაცია არის რეაბილიტაცია და კიდე არის entertainment, ანუ day activity, დღის აქტივობები და გართობა სხვა რამეა და რეაბილიტაცია სხვა რამეა. თუ გაგდებ და შემდგომ რაც მაინტერესებს ახლა დღევანდელ შეხვედრას რომ გადავალ თავი, ჩვენთან არ არის გადაწყვეტილების მიღებები აქ არესტრებიან. არც ერთი ადამიანი არ არის ჯანდაცვის სამინისტროდან მოსული. ანუ ეს ჩემთვის იმაზე მეტყველებს, რომ მათ ეს ინფორმაცია რა თქვენ დღეს წარმოადგენთ ძალიან კარგად იციან, მაგრამ არაფერი არ აქვს დაგეგმილი რომ ეს შეცვალონ. მაინტერესებს თქვენ რა გაქვთ დაგეგმილი იმისთვის, რომ ეს თქვენი რეკომენდაციები ძალიან კარგია. რეკომენდაციები არის ცალკე კიდე მთავარი ექიმებისთვის, მართლა ძალიან დიდი მადლობა ასეთი კარგი ანგარიშის წარმოდგენისთვის და რეკომენდაციებისთვის, მაგრამ ეს რეკომენდაციები შეიძლება შემოიდოს კედელზე და დაედოს მტვერი. რამე ხომ არა გაქვთ ჩაფიქრებული ღონისძიება, რომ აი ამ რეკომენდაციებს თუ არ გაითვალისწინებენ და არის სიმპტომები, რომ არ აპირებენ გათვალისწინებას, იმიტომ პირიქით არის გარკვეული სიმპტომები, რომ აპირებენ დიდი ფსიქიატრიულების დაფინანსების გაზდას და განყოფილებების, რომლებიც არის საერთო პროფილის საავადმყოფოების იმათ შევიწროვებას, აი რა გაქვთ დაგეგმილი რომ ეს არ მოხდეს. მადლობა. კარგით, მაშინ ახლა ჯობს პასუხებთ. ქალბატონ იმას თქვა ჯერ და შემდგომ ნიკას და ძალიან დიდი მადლობა. მაგური. პატრონ? შეიძლება მე შეკითხავ. კარგით. მოგესალმებით, ჩემი მანანა ილიაშვილი ვარ, მე ფსიქიატრი. ალბათ ყველასთან მექნება ეს შეკითხვა, ეხლა ცალკე ვერ გამოვყოფდი ესე. ჩემთვისაც დიდი პრობლემას წარმოადგენს დღეს, რომ აქ არ ესწრება ამ შეხვედრას ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, რომლებიც არიან მთავარი პასუხისგამცემები და ადრესატები, იმიტომ რომ ხო ერთი მინდოდა კიდევ მეთქვა ძალიან უკაცრავად, ეხლა გარდა იმ ფსიქიატრიული სტაციონარებისა, რომელიც მონიტორინგის თქვენ ჩაატარეთ, ასევე არსებობს კერძო ფსიქიატრიული დაცვა, რომელიც სახელმწიფო პროგრამით დაფინანსდება და თვითდაფინანსებით არის, ეს არის კლინიკა Mental Vita. მე არანაირი პრობლემა Mental Vita-სთან დაკავშირებით ყოველ შემთხვევაში არ მსმენია, არ ვიცი ამის შესახებ, მაგრამ ალბათ საინტერესო იქნებოდა თვითდაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებაში ასევე მდგომარეობა როგორი არის ამ კუთხით. ეს უბრალოდ ჩემი აზრია და რა ვიცი მომავალს თუ გაითვალისწინებთ, რა ვიცი სასიამოვნოა რომ შესადარებლად უბრალოდ სახელმწიფო დაფინანსებით ყოფ დაწესებულებები. ანუ რომ გადავიდე ხა ამ თემას რომ დაუბრუნდე, ანუ ძირითადი ამ სერვისის მიმწოდებლების დამფინანსებელი არის ჯანდაცვის სამინისტრო, ასე თუ ისე მაინც ამ ჩარჩოებში ახორციელებენ, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო კარნახობს ირიბა თუ პირდაპირ ეს ფსიქიატრიული სტაციონარები, ამიტომ ძალიან დასანანია რომ ჯერ დღეს ჯანდაცვის სამინისტრო არ ესწრება. მინდა ორ მთავარ საკითხს შევეხო. თქვენ აქ ძირითადად კი არა, თქვენ რეკომენდაციებში სხვა რამეც წერია, მაგრამ აქ ეხებოდით ფსიქიატრიულ სტაციონარებში ადამიანის უფლებათა დარღვევებს, სამედიცინო კუთხით რაღაცა გადაცნომებს და ასე თუ იცი, აღარ ჩავალ ხა დეტალებში. გეთანხმებით, ჩვენ დაწესებულებასაც აქვს პრობლემები, ისევე როგორც ყველა დაწესებულებას, მაგრამ ყველაზე მთავარი აქ არის ის, რომ თუ არ განვითარდა სტაციონარის გარეშე სერვისები, გარეთა სერვისები, როგორც არის სხვა სათემო სერვისები, ამბულატორია, რეაბილიტაცია, კლუბები, სხვადასხვა მობილური გუნდები, ესენი თუ არ განვითარდა, სტაციონარში იქნება მუდმივად მძიმე პირობები. სტაციონარში მყოფი პაციენტების 2014 წლის აი დამტკიცებულ მთავრობის მიერ დამტკიცებულ სტრატეგიულ გეგმაშია ნახსენები სწორედ, რომ 2014 წლის მდგომარეობით
ყველა ფსიქიატრიულ სტაციონარში, მათ შორის მწვავეში, სადაც შეიძლება რომელიღაც პაციენტი ერთი დღეც კი იწვა და იგივე სურამის ან ბედიანის საავადმყოფოში, სადაც პაციენტები წლობით წვანან. საშუალო დაყოვნება ფსიქიატრიულ სტაციონარში 2014 წლის მდგომარეობით პაციენტების 60%-ზე მეტ შემთხვევაში იყო 6 თვეზე მეტი. ეს არის საშუალო რიცხვი, მინდა ხაზგასმით თქვა, რომელიც ეხება როგორც მწვავეს, ასევე გრძელვადიან სტაციონარს. თუ მოხდა ის, რასაც დღესდღეობით ჯანდაცვის სამინისტრო აჟღერებს, ყოველ შემთხვევაში არ ვიცი საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის, რომ გათანაბრდეს ორივე ეს მომსახურება, მაშინ მომავალი 2 წლის თავზე საშუალო დაყოვნება ყველა სტაციონარში ალბათ 60%-ით კი არა 80%-ამდე აღარ ამის პირობას გაძლევ ნამდვილად ესე მოხდება. იმიტომ რომ ცუდი გაგებით ყველა სტაციონარი ეცდება გაზარდოს საწოლდღეების რიცხვი, რომ უფრო მეტი დაფინანსება მიიღოს. იმიტომ რომ საწოლდღით თუ აფირებენ, როგორც თქვეს, პაციენტთა დაფინანსებას, ყველა დაწესებულება ეგრესდება, ცოტა ხანი კი არ გააჩეროს პაციენტი, არამედ უფრო დიდხანს გააჩეროს პაციენტი. თქვენ აქ ბრძანეთ, აი, ქალბატონი ოლგას გამოსვლაში იყო და ბატონი ნიკას გამოსვლაში, რომ ბატონი ნიკა უფრო ეხებოდა არანებაყოფლობის მკურნალობის პრობლემებს. როდესაც პაციენტის ნება მკურნალობაზე არ არის გათვალისწინებული და ქალბატონი ოლგა შეეხო იმ პრობლემას, რომ ზოგიერთი მწვავე, ზოგიერთ შემთხვევაში მწვავე გაყოფილებები უფრო სწრაფად წერენ პაციენტებს. და ეს სწრაფი გაწერა დაკავშირებული იყო ეგრეთ წოდებულ აი რომ უფრო მეტი დაფინანსება მიიღოთ სახელმწიფოსაგან. ბატონმა ნიკამ ბრძანა, რომ ეს არანებაყოფილობითი ყოველთვის არ ემთხვევა იმას, რაც რეალურად არსებობს, რომ პაციენტების დიდი ნაწილი მოითხოვენ გაწერას. მე ვერ ვილაპარაკებ სხვა დაწესებულებების სახელით, ჩვენ დაწესებულებაში პირადად მე მუშაობ მრავალპროფილურ საავადმყოფოს ფსიქიატრიულ განყოფილებაში გუდუშაურის ცენტრში, პაციენტების ძალიან სერიოზული ნაწილი, რომლებიც ითხოვენ კანონის დაცვით სრული, რომლებიც ითხოვენ გაწერას და მათ არა აქვთ არანებაყოფლობითი სტაციონარის კრიტერიუმები, ჩვენ ვალდებულები ვართ კანონის დაცვით გავწეროთ ისინი სტაციონარიდან. აქ ჩვენ აი პირად შეხვედრაზე მე და ქალბატონ ოლგას ამასთან დაკავშირებით ჰქონდა საუბარი და ქალბატონი ოლგა ახაც გაიჟღერა ემა, რომ თითქოს არ მუშაობენ სათანადოდ პერსონალი ზოგადად, რომ ისინი დაიყოლიონ მკურნალობაზე. იცით, მკურნალობაზე დაყოლიება ძირითადად ალბათ 80% შემთხვევაში გადადის ფსიქიატრის ხარჯზე, მხოლოდ. იმიტომ რომ სხვა სტაფი, ანუ ფსიქიატრიის დარგის სხვა მუშაკები არ არიან სათანადოდ მომზადებულები, მთელი დატვირთვა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში პაციენტის დაყოლიების, პაციენტის მკურნალობის, ну აი ყოველდღიურს იგივე ჩანაწერების, რომელსაც ალბათ მიაქვს დროის არ ვიცი, მე 70% ექიმის. ყველაფერი ეს გადადის ფსიქიატრის ხარჯზე და იქნებ რაღაცა რეკომენდაციაში უფრო ხაზგასმით იყოს ეს მოცემული, რომ სხვა პერსონალის მომზადება, რომლებსაც ასევე ევალებათ და ევალებათ კი არა, დროის უდიდესი ნაწილი მათ უნდა გაატარონ, ისინი ატარებენ, უნდა გაატარონ კიდე თან კვალიფიციურად. პაციენტებთან ისინი ამისთვის ნამდვილად არ არიან მზად. აი და დაუბრუნდები შემდეგ საკითხს. ესეთი მწვავედ გაწერილი, ანუ კანონის დაცვით გაწერილი. სრულიად რამოდენიმე დღის წინ მქონდა შემთხვევა, როდესაც ქალბატონი საკმაოდ ჩემი აზრით არანებაყოფლობის კრიტერიუმები ჰქონდა ამ ქალბატონს, ჩვენ მოვითხოვეთ უარს აცხადებდა ის კატეგორიულ უარს სტაციონირებაზე, სასამართლოში გავაგზავნეთ მოთხოვნა, მოვიდა ადმინისტრაციული კოლეგია და არ დათანხმდა ამ ქალბატონის სტაციონირებას და პაციენტი გაეწერა სტაციონარიდან. წავიდა თუ არა, პაციენტი 3 საათში მობრუნდა უკან, იმიტომ რომ თვითმკვლელობის ცდელობა ჰქონდა მას გზაში. სხვადასხვა, აღარ დეტალებს აღარ ჩავყვები. ეს პაციენტი შესაძლებელია იმ 3 დღეში არ მობრუნებულიყო და 5 დღეში მობრუნებულიყო, თქვა სტაციონარიდან. ზოგ შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, ზოგ შემთხვევაში ჩვენი იმის გამო რომ ვერ დავითანხმეთ და მაშინ არ იყო არანებაყოფლობითი, მაგრამ მე აღმოჩნდა ეს კრიტერიუმები. თუ ამ პაციენტებს გარეთ არ ექნება შესაბამისი მომსახურება თემში, ანუ საცხოვრებელ სახლთან ახლოს, არ ექნება შესაბამისი სრულყოფილი თუნდაც ამბულატორიული, რომელიც მთავარი ღერძია სათემო მომსახურების, ხომ? ეს პაციენტები ყოველთვის უკან მობრუნდებიან ფსიქიატრიულ სტაციონარებში, ეს ეგრეთ წოდებულ რეჰოსპიტალიზაციებს და აქ 7 დღეზე და 8 დღეზე არ არის
საუბარი, თუნდაც 14 დღეზეა, თვეში ორჯერო 14 დღეში ერთი ხდება პაციენტის, ესეც საგანგაშოა სტაციონარში. ესენი იმიტომ ხდებიან მათი დიდი ნაწილი, რომ ისინი ვერ ღებულობენ ელემენტარულ წამლებს გარეთ. აქ საუბარი არ არის ქალბატონო ოლგა მარტო ხარისხიან ჯენერიკებზე, თუნდაც ყველაზე ნაკლებ ხარისხიანი ჯენერიკებიც კი 3 და 5 დღის მარაგი აქვს ამბულატორიულ სამსახურებს, რომ მიაწოდონ ამ პაციენტებს და ამდენად, რა ვიცი, ყველაზე მთავარი აქცენტი მე მგონი ამაზე უნდა გაკეთდეს, რომ ეს სერვისები იყოს განვითარებული და ბევრად უფრო უფლებებიც უკეთესად იქნება დაცული და უფრო ნაკლებ ხარჯიანიც იქნება ეს სახელმწიფოსთვის. ძალიან დიდი მადლობა. პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ ძალიან დიდი მადლობა კომენტარებისა და შეკითხვებისათვის. ასევე უნდა ვთქვა, რომ როცა წაიკითხავთ ანგარიშს, ნახავთ, რომ ყველა საკითხი, რომელიც ახლა აქ არის აღნიშნული და ხაზგასმული, ყველა ეს საკითხი ანგარიშში შეტანილია. თქვენ წარმოიდგინეთ ერთდღიანი, ორდღიანი მონიტორინგი, როდესაც შედიხარ და ფაქტურად აკეთებ snapshots, ხო, რა ხდება სიტუაცია, რა სურათია. ეს არ არის ადვილი, ეს არის უაღრესად დიდი ჯაფა, უაღრესად დიდი შრომა, უაღრესად დიდი ინტელექტუალური დაძაბვა და აი ამ ჯგუფმა მოახერხა ის, რომ ფაქტურად მოგვცა ფანტასტიკური ეს რა ქვია პროფილი თუ რა ხდება დღევანდელ დღეს დახურულ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში. ასე რომ ყველა ის მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც ჩვენს საავადმყოფოებს აქვს, აღწერილია, მათ შორის ის, რომ დეინსტიტუციონალიზაცია მნიშვნელოვანი, მათ შორის ის, რომ სათემო სერვისები თუ არ არის განვითარებული, ვერ ვთხოვთ ვერაფერს განსაკუთრებულს საავადმყოფოს. ანუ სისტემური ხედვა არის ამ ანგარიშში, ასე რომ მადლობა კომენტარისთვის, უბრალოდ გიბრუნებთ უკან, რომ ჯგუფმა იმსჯელა და გადაწყვიტა, რომ რეალურად ის, რაც არის საერთაშორისო პრაქტიკა საუკეთესო, ის არის საქართველოსთვის გამოსავალი. რაც შეეხება კონკრეტულ შეკითხვებს, მე დავიწყებ და შემდეგ კოლეგები მომეხმარებიან. რაც შეეხება ბავშვთა განყოფილებას, დიდი მადლობა ძვირფასო მაგული ამ შეკითხვისთვის. ბავშვთა განყოფილება, რომელიც მეხუთე საავადმყოფოშია ქალაქისა, არის კაცრად გაკრიტიკებული ამ ანგარიშში, რადგანაც პირველ რიგში მხოლოდ მედიკამენტოზური მკურნალობა ბავშვებისათვის არ არის არანაირი ფსიქოლოგიური და ფსიქოსოციალური კორექციის, ჩარევის, რეჰაბის არანაირი პროგრამა, არ არის ინდივიდუალური გეგმა, არ არის წესიერი ფსიქოლოგიური დიაგნოსტირება, არ არის მულტიდისციპლინარული მიდგომა, არის ხანგრძლივი დაყოვნების შედეგები, არ არის კარგად გაყოფილი თუ ვის როგორ და რანაირად მიხედო, იქ არიან ბავშვები, რომელსაც მოკლედ სხვადასხვა მდგომარეობის მქონე ბავშვები, ერთ და იგივე მასში მოყრილი. არის რეკომენდაცია, რომ განვითარდეს სპეციალიზირებული საწოლები რეგიონების მიხედვით მოზარდებისათვის, როდესაც ვიცით, რომ ძალიან ხშირია პირველი ეპიზოდი, რადგან ამჯერად ქვეყანას ეს არ აქვს, ასე რომ და ასევე არის რეკომენდაცია, რომ განვითარდეს სხვა სერვისები, სათემო, რომელიც რადგან ეს განყოფილება გინდა ქონია და გინდა არა, ფაქტობრივად ეს უკვე ჩემი დამატება ანგარიშზე. ანუ არის რეკომენდაცია სამინისტროსადმისაც ნახავთ და ასევე თვითონ ამ ეხება საავადმყოფოს მიმართაც. რაც შეეხება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია არანებაყოფლობითი და ნებაყოფლობითი მკურნალობის საკითხი, მე ვფიქრობ, რომ ქალბატონი ირინა კიდე დაამატებს, მე ვფიქრობ, რომ ყველა ფსიქიატრი, ყველა მოსამართლე, მადლობა ნინო, ყველა ადვოკატი, რომელიც იცავს ჩვენს პაციენტს, ხო, უნდა იყოს, რა თქმა უნდა, გადამზადებული და ასევე უნდა იყოს ძალიან სენსიტიზირებული თუ რა არის ახალი, ასე ვთქვათ, ტრენდი. ახალი ტრენდი არის, რომ მეგობრებო, არავინ, ვისაც არ სურს ფსიქიატრიაში არ უნდა მოხდეს. ასე რომ, ჩვენ რა თქმა უნდა, ამისთვის არა ვართ, ეს ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ რომ ვიცოდეთ, რომ კონვენცია, რომელსაც ჩვენი ქვეყანა აღიარებს, გეუბნება, რომ შენ არ გაქვს უფლება თავისუფლება შეუზღუდო ადამიანს შენი ეჭვების მიუხედავად, გინდა 3 დღეში სუიციდის მცდელობა ჰქონდეს, ან 4 დღეში შვილები მოკლას. ძალიან რთული თემა და სხვაგან სამსჯელო, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ სენსიტიურები, რომ არა მარტო არანებაყოფლობითი მდგომარეობის კრიტერიუმი უნდა იყოს დახვეწილი და ჩვენ უნდა ვიყოთ მობილიზებულები, არამედ საერთოდ არანებაყოფლობითი მკურნალობა როგორც ასეთი შეიძლება ამოღებული იყოს რაღაცა ხნის შემდეგ ჩვენი კანონმდებლობიდან. რაც შეეხება ნებაყოფლობით მკურნალობას, რაც რეალურად არანებაყოფლობითია, აქაც მეგობრებო,
ერთად უნდა ვიმუშაოთ. ეს რეკომენდაცია დაიდო, რომ არანებაყოფლობითი მკურნალობა თავის ხელმოწერით თუ რაღაც ფორმალური ნაგლეჯზე ხელმოწერით ბატონმა ნიკამ თქვა, ყოველდღიურად უნდა მოხდეს ნებაყოფლობითობა აღიარებული. და როცა პაციენტი ინფორმირებული არ არის და საწყალს არც აინტერესებს რა წამალს იღებს ოლგა მართალია. როდესაც არის ის კი იცის 10 დღეში ამიყვანენ სხვაგან გეუბნება, იმიტომ რომ ზუსტად ეხლა უკვე წვავ ეპიზოდის ხანგრძლივობა განსაზღვრულია. 10 სექტემბერში შემოვედი, 20 სექტემბერს გადავდივარ სხვაგან. მნიშვნელობა არ აქვს როგორ ვარ, ხო? ესეთი უნიფორმული ავტომატური რაღაც ტირაჟირებული მიდგომა სადამდე შეიძლება გაგრძელდეს, ხო? ასე რომ ინფორმირებული თანხმობა ნიშნავს პაციენტის ზრდას და ძალის მიცემას. ეს არის ერთ-ერთი დიდი ამოცანა და გამოცანა თუ რა ვიცი, მიზანი. ასე რომ ამისათვის თუ როგორ გავაკეთოთ ეს, ხო? ყველანი ერთად ნავიმუშაოთ, ხო? დიდი მადლობა ქალბატონო ნინო, ვიდრე ნიკას გადავცემ სიტყვას, მინდა ორი სიტყვით აღვნიშნო, რომ ჩვენ რა თქმა უნდა ყავდა მოწვეული როგორც ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე ყველა იმ ჰოსპიტალის წარმომადგენელი, რომელიცშიც ჩვენ მონიტორინგი გავაკეთეთ, დირექტორები, თუმცა სამწუხაროდ ისინი დღევანდელ შეხვედრაზე არ მოვიდნენ. აქვე ვიტყვი იმას, რომ მოგეხსენებათ, რომ სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშის განხილვა უკვე ჩატარდა პარლამენტში, რამდენიმე დღის განმავლობაში საკომიტეტო მოსმენები და იქ ამ მოსმენებისთვის ჯანდაცვის სამინისტრომ წარმოადგინა გარკვეული პასუხები ჩვენი ანგარიში მოყვანილ რეკომენდაციებთან დაკავშირებით, თუმცა ეხლა ძალიან მოკლედ რომ შევაფასო ეს მათ მიერ წარმოდგენილი შეფასება ეს რა თქმა უნდა არ არის დამაკმაყოფილებელი და ისევე როგორც ყველა სხვა რეკომენდაციებთან მიმართებაში სახალხო დამცველი აპირებს რომ ძალიან კონკრეტულად მიყვეს ამ რეკომენდაციების შესრულებას და გააკეთოს მათი შესრულების მონიტორინგი როგორც ვაკეთებთ სხვა ყველა შემთხვევაში ამ რეკომენდაციებთან მიმართებაშიც ასევე გვექნება რა თქმა უნდა დიდი ძალისხმევა რომ ეს რეკომენდაციები რაც დავწერეთ შესრულდეს შეიძლება ძალიან სწრაფად არა მაგრამ რაღაცა პერიოდის განმავლობაში ხან ნიკას ვთხოვ რომ მოკლედ უპასუხოს შეკითხვას მადლობა ნათია ქალბატონ ნინოს შეკითხვებს მინდა რომ მიგონდა გარკვეულწილად ქალბატონმა ნინომ პასუხიც გასცა და თავად ნინომაც გასცა რეალურად იმიტომ რომ ანგარიში ნამდვილად არის საუბარი აი საუბრობთ პრაქტიკას ხო ანუ საუბრობთ იმაზე რომ გარკვეული პრეზუმცია არსებობს ძალიანებაყოფლობითი სტაციონირება ხდება მოსამართლეთა კვალიფიკაციის საკითხი იქ რომ ფსიქიატრის მოსაზრება ასე ვთქვათ წონის ხოლმე როგორც წესი აქ ამასთან დაკავშირებით ძალიან კონკრეტული რეკომენდაციაც არის მოცემული საუბარია იმაზე რომ დამოუკიდებელი ესე ვთქვათ ფსიქიატრის მოსაზრება იქნას გაზიარებული და ეს განსაკუთრებული აქცენტი არის დასმული სწორედ შემდგომ პერიოდზე როცა გაგრძელებაზე არის საუბარი ეს არის რეკომენდაცია საკანონმდებლო დონეზე ასე ვთქვათ წინადადება არის პარლამენტისთვის და რაც შეეხება ცნობიერებას კიდევ ახლა აქ პასუხი ნათელია რომ არის კიდევაც რეკომენდაციები რომ მოსამართლეების სწავლება მოხდეს კონკრეტულად ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე და საკმაოდ სიგნიფიკანტური სხვათა შორის, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია ყოველთვის საფუძვლები მაინც კარგად იცოდნენ და ის თანამედროვე მიდგომები, რაც არსებობს, რაც თავარი არის, საქმე უნდა გაეროს კონვენციაც და მისი სულისკვეთება, გარკვეულწილად მეცოდეთ მესმის რომ ეს და იგივე სტანდარტების თუმცა საერთაშორისო დონეზეც გარკვეული ის არის, ახლა შეგვიძლია ამაზე ვისაუბროთ, მაგრამ უფრო დიდ დროს წაიღებს გარკვეული არათანმიმდევრული ან თანხმოედრა არ არის ხოლმე რიგი სისტემების ასე ვთქვათ მიდგომებს შორის, თუმცა ერთი კი ნათელია რომ კონვენცია ჩვენთვის სავალდებულო ძალის მქონე აქტია და შესაბამისად მისი სულისკვეთება რა თქმა უნდა გავიზიაროთ და ესეც რა თქმა უნდა სწავლების ნაწილი უნდა იყოს. ასევე საუბარი ადვოკატებისთვისაც, საზოგადოებრივი ადვოკატების კუთხით დახმარების სამსახურის მიმართ არის რეკომენდაცია რომ ეს რაღაცნაირად იქნას უზრუნველყოფილი და ძალიან მნიშვნელოვანია მათი მაღალი კვალიფიკაცია ამ საკითხთან დაკავშირებით. რაც შეეხება ხო კიდევ ერთი საკითხი არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების უკაცრავად მკურნალობას ხანდახანდა ეს არ არის სწორი ტერმინი რომ მკურნალობა არ იგულისხმება შემთხვევაში დახმარება წყალსახადო თქვა და ეს დახმარება არ არის მხოლოდ მკურნალობა არამედ ეს არის ბიოფსიქოსოციალური მიდგომის ასე ვთქვათ მართვა შემთხვევების ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ერთი საკითხი ჩვენ კანონმდებლობა პრინციპში ზოგადად რომ ავიღოთ და გავაანალიზოთ ამ ნაწილში
დიდად ხარვეზიანი არ გვაქვს და არ არის ნამდვილად ყველაზე ცუდი კანონმდებლობა თუნდაც ევროპაში, მაგრამ ერთი რაც არის ჩვენ წინადადებაში არისო, თუნდაც აი ეს სვიფტის მატერიალური ზიანის მიყენების საკითხი სხვათა შორის ეს გავაანალიზებთ და რაღაცნაირად ეს ვიპოვეთ, ასე ვთქვათ, ბევრი ანალოგია ამის და ფიქრობთ, რომ ეს შესაბამისობაში მოსაყვანია. თუმცა ეს კრიტერიუმი თუმცა ყოფილა კი პრაქტიკაში, აი ამ კრიტერიუმსაც ეხმობიან ხოლმე როგორც წესი. და ამიტომ ეს საკითხი არის საკანონმდებლო დონეზე. თუმცა საერთოდ კანონმდებლობის დახვეწაზე მომავალში, რა თქმა უნდა, შეიძლება ფიქრი და დიდი მადლობა ნინო თქვენს პროექტს, რომ იგივე ჩვენს ვეხმარება, იგივე მეთოდოლოგიის ნაწილში და ძალიან კარგი სტრეინინგების და შესაბამისად შედეგიც ალბათ მოგცა ამ ყველაფერმა, დღეს სახეზე ანგარიშის სახით და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. რაც შეეხება დე-ფაქტო თავისუფლების აღკვეთას, ამ კუთხით ნინო ალბათ საუბარია პრაქტიკაზე, თუმცა კანონმდებლობაზე რა გარანტია უნდა ჩაიდოს, არ ვიცი, ისედაც გარანტირებული ეს დაუშვებელია რეალურად. რაც შეეხება იმას, პრაქტიკული პრობლემა არსებობს, იმიტომ რომ მართლაც ახსნა რაც მოგვისმენია, ეს არის რომ თუ სად გაუშვათ, წასასვლელი არ აქვს. ამ ადამიანს რომ დაემართოს, ვინ იღებს პასუხისმგებლობას. ეს ადამიანი გავა ისევ დაბრუნდება და ასე შემდეგ. მაგრამ აქაც სანამ არ გადავსულვართ, არ მიგვიღწევია მაღალი დონისთვის რომ საერთოდ თანხმობაზე იქნება დაფუძნებული ფსიქიატრიული დახმარება, მანამდე არსებობს მექანიზმები, კაფეს გაწერილი კრიტერიუმები, როდესაც შეიძლება. თუ არადა, აქ გლობალურად უნდა შევხედოთ საკითხს. აქ იმაზე საუბარია, გაძლიერდეს ოჯახის ხარდაჭერა, სოციალური ხარდამჭერის ინსტიტუტი, ასე ყველა მიმართულებით უნდა არის სამუშაო. აქ ერთი ხელის მოსვით ამ პრობლემის მოგვარება რაღაც პრაქტიკულად წარმოუდგენელია, თუმცა მეორე მხრივ გვაქვს ძალიან დიდი პარადოქსი, რომ პირები ფორმალურად ნებაყოფლობით იმყოფებიან მკურნალობაზე, ფსიქიატრთა დახმარების მიზნით სტაციონარში იმყოფებიან და რეალურად კი არ სურთ. ასეთ შემთხვევაში აქ გვიწერია კიდევაც, თუ არსებობს კრიტერიუმი, რა თქმა უნდა, დაუყოვნებლივ უნდა დაიწყონ პროცედურები, რომ სტატუსი შეიცვალოს. და ვისაც თუ არ არსებობს საჭიროება ჰოსპიტალში დაყოვნების, რა თქმა უნდა, დაუყოვნებლივ უნდა გაეწეროს ჰოსპიტალიდან. ეს არის პრაქტიკის საკითხი, თუმცა ძალიან კომპლექსური საკითხია და ამაზე შეგვიძლია უფრო დეტალურად ვისაუბროთ მომავალში. მადლობა ნიკა. ხალბატონ ირინას თხოვ უპასუხოში. მადლობა ნათია. მე მინდა ხალბატონი მანანას შეკითხვას უპასუხო პირველ რიგში, ასე ინდივიდუალური რეაბილიტაციის გეგმებსაც შეეხება. როგორც მე მოკლედ აღნიშნე და ჩვენს ანგარიშში პროფესიულად არის, რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით საუბარი, როგორც მოიხსენებათ, ყველა დაწესებულებას ფსიქოლოგია არ აყავს, ანუ მულტიდისციპლინარული შემადგენლობა არ არის, ვთქვათ, იმ სპეციალისტების, რომლებიც აუცილებელია, ვთქვათ, იგივე ინდივიდუალური რეაბილიტაციის გეგმის შედგენის პროცესში. მაგრამ არის, რა თქმა უნდა, შემთხვევები, როცა ჩვენ ვნახეთ ინდივიდუალური რეაბილიტაციის გეგმები, მაგრამ ეს აღნიშნულია კიდევაც ანგარიშში და მინდა კიდევ გავიმეორო ამასთან დაკავშირებით, რომ ეს არის იდენტური, თითქმის ყველა არის ერთი და იგივე შინაარსის, ერთი და იგივე ღონისძიებები დაგეგმილი და რაც ყველაზე ცუდია, თუ შეიძლება ასეთ შეფასება მიცე, თვითონ პაციენტებმა არ იციან ინდივიდუალური გეგმის არსებობის შესახებ, არ არიან ინფორმირებული, არ იციან თუ რა ჩანაწერებია, რა პრევენციის ღონისძიებებია იმისთვის გატარებული, რომ მათი ინდივიდუალური რეაბილიტაციის გეგმები იქნეს სრულად შესრულებული და საბოლოო შედეგი მიღებული და ეს ყველაზე ძალიან ცუდი კომპონენტი იყო რამდენიმე დაწესებულებაში. ვიზიტის დროს ჩვენ ფსიქოლოგი ადგილზეც კი ვიპოვეთ, მათ შორის სურამის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, ბედიანის დაწესებულებას არ აყავს ფსიქოლოგი და როგორც ხალბატონმა მანამაც აღნიშნა, დიდწილად გამოიკვეთა ის პრობლემაც, რომ ძირითადად ფსიქიატრების ჩართულობით და შეიძლება გარკვეულწილად სოციალური მუშაკის მონაწილეობით, ოკუპაციური თერაპევტი, ანუ ის რაც არის კლასიკური გაგებით, დიახ, მულტიდისციპლინური ჯგუფი სამწუხაროდ ასეთი სრული შემადგენლობა ამზე სამწუხაროდ არც ერთ დაწესებულებაში არ არის და როგორც გითხარით, არსებული გეგმები იდენტურია და ყველაზე ცუდი ინფორმირებული არ არიან პაციენტები ამ გეგმების შესახებ. ასევე მინდა მოკლედ დავამატო ბავშვთა ნაწილთან დაკავშირებით, ყველა ვიცით, რომ გაეროს კონვენცია განსაკუთრებულ ყურადღებას მიაპყრობს შეზღუდული შეძლების მქონე ბავშვთა უფლებების დაცვაზე და სპეციალურ მუხლს უთმობს მათ, მაგრამ სამწუხაროდ ის მომენტი, რომ ჩვენს შემთხვევაში ეს არის 10 საწოლიანი, ასე ვთქვათ, სტაციონარი, სადაც ძირითადად არიან განთავსებული მცირე საოჯახო ტიპის სახლის ბენეფიციარები, რომლებსაც აქვს სხვადასხვა მენტალური შეზღუდვა, ძალიან სამწუხაროა, იქ ისიც არის ერთ-ერთი მოყვანილი, როცა არ ხდება მათი ინფორმირება, არ ხდება თუნდაც საცხოვრებელ ადგილთან, მკურნალობის ვადებთან, დაყოვნებასთან დაკავშირებით, ძალიან პასიურები არიან მათი უფლებების დაცვაში, სოციალური მუშაკები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან მათი უფლებების რეალიზებაზე და ეს სერიოზული პრობლემას წარმოადგენს ბავშვთა ფსიქიატრია, შეიძლება ითქვას,
მათ შორის პერსონალი, რომელსაც სჭირდება სპეციალური განათლება, სპეციალური კვალიფიკაცია იმისთვის, რომ თანამედროვე მიდგომებით და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოხდეს მათი ასე ვთქვათ გამოჯანმრთელების პროცესის წარმოება და სრული რეაბილიტაცია საზოგადოებაში შემდგომი ინკლუზიისთვის. მადლობა. დიდი მადლობა ირინა. გთხოვთ კიდე თუ გაქვთ შეკითხვები ან კომენტარები, დაახლოებით 5 წუთი გვაქვს მაქსიმუმ დრო. შეგვიძლია და დავისრულოთ. Thank you very much. My name is Lora Vidovic and I'm the Ombudswoman of the Republic of Croatia and also the chair of the European Network of National Human Rights Institutions. And I'm very happy to be here in Tbilisi on the European Network of National Human Rights Institutions Academy and using this opportunity also to express my gratitude for the Office of the Public Defender for co-hosting the Academy. And also I'm very glad that this event is taking place at the same time so that colleague and I are able to attend it and to maybe even share some of our experiences. First of all, I want to congratulate Ucha and his team and the whole National Preventive Mechanism of Georgia for this excellent work. I think the report is very brave and bold in its findings and recommendations, and I hope it will find a way to those responsible in the state institutions that should really implement the recommendations from the report. As the Ombudswoman in the Republic of Croatia, we have submitted the report on the psychiatric institutions in Croatia 2 years ago. And some of the presentations and interventions I've heard today really resonated and sounded very familiar to what we had in Croatia as a situation. Some of the challenges we share are, for example, in regard to the institutionalization and the accessibility, availability of the mental health services at local communities and support to the families. The conditions in some of the institutions in Croatia were also very grim and needed improvement. The authorities from the Ministry of Health did not attend our presentation in Parliament. However, the heads of the psychiatric institutions all came, but I should say I'm proud to say that several days following our presentation, our event, head of one of those institutions resigned. And we connect that to some of the findings in the report. Situation, as I heard it today in Georgia, is rather grim. And obviously lots of further measures have to be taken and lots of public discussion and advocacy towards those responsible to see that the recommendations are implemented. But I wish all the best to the National Preventive Mechanism, all the success and persuasion actually in achieving the changes that are necessary to improve the situation. So congratulations once again. ძალიან დიდი მადლობა ძალიან საინტერესო კომენტარისთვის. ჩვენ ძალიან ვაფასებთ სხვა ქვეყნის ომბუდსმენებთან თანამშრომლობას და ძალიან კარგ გამოცდილებას გვაძლევს სხვა პრევენციის ეროვნულ მექანიზმებთან თანამშრომლობა და ძალიან ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო სიღრმისეული იქნება ამ და სხვა საკითხებზე. თუ სხვა კომენტარები და შენიშვნები არ არის, კი ბატონო ქალბატონო. უბრალოდ ვუპასებებ მანანას შეკითხვას. ფაქტურად ჩვენ გვაქვს ერთად მოკრებილი ფანტასტიკური სურათი თავისი რეკომენდაციებით. შეიძლება ჩვენ არ ვიცოდეთ, ალბათ ბატონი უჩა და მისი გუნდი მიიღებს მონაწილეობას ინტერვიუებში და ალბათ ეს მუშაობა რო გაგრძელდება ფაქტია, მაგრამ მე ხო ვლაპარაკობ ჩვენზე, აკადემიაზე და არასამთავრობო სექტორზე, რომელსაც შეუძლია რომ გააგრძელოს ეს რაღაცა ესტაფეტა, ანუ თითქოს ტოპკა აწეულია, უკეთ რაღაც სლენგისთვის და ჩვენ შეგვიძლია რომ ჩვენ შეგვიძლია მანან, ხო, ჩვენი პრესკონფერენცია, ჩვენ პროფესიულ საზოგადოებას შეუძლია საკითხების ამოკრება და ხო, მაგრამ უკვე ამ შემთხვევაში ეს არის evidence based report-ი და ჩვენ შეგვიძლია რომ ამის გატანაში და საზოგადოებას
სენსიტიზირებაში და პოლიტიკის მკეთებლების სენსიტიზირებაში ჩვენც მივიღოთ მონაწილეობა და მაგალითად ისე ამბები შეუერთდები ამ მოძრაობას. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონინა, ძალიან საინტერესო კომენტარისთვის ბატონო ჩეკხოჩი. მადლობა. მე ვფიქრობ ქალბატონინო შეაჯამა გარკვეულწილად, ნამდვილად ეს არის ის სურათი, ასე ვთქვათ, სარკე რომელშიც ჩავიხედეთ, დავინახეთ და საკმაოდ ფერები საკმაოდ მუქია, აქედან გამომდინარე მართალია დღეს არ გვესწრება შესაბამისი უწყებების წარმომადგენელი, თუმცა ისინი იყვნენ პარლამენტში, მაგრამ მათ კვლავ მოუწევთ პარლამენტში მოსვლა, მოუწევთ ასევე იმ რეკომენდაციების შესრულება, გვინდა არ გვინდა და ჩვენ ერთად სახალხო დამცველის აპარატმა, აკადემიამ, არასამთავრობო სექტორმა, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებმა და დღეს პრინციპში ყველა ეს სხვადასხვა ორგანიზაციები ვართ წარმოდგენილი აქ ამ დარბაზში, უნდა გავაკეთოთ მაქსიმალურად ყველაფერი, კაცრავად იმისთვის, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ შეიცვალოს ქვეყანაში. რაც თავარია თავიდან დავიწყიანეთ და დავასრულებ, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობა უნდა გახდეს პრიორიტეტი საქართველოში. ჯანდაცვის სისტემის პრიორიტეტი დღეს ეს არ არის. კი ბატონო, კარგია საყოველთაო დაზრება, კარგია იგივე ტუბერკულოზის თუ ჰეპატიტის კუნარობის ხილ გადადგმული პროგრესული ნაბიჯები და კიდევ სხვა ბევრი მიმართულებით, თუმცა ეს არის ალბათ სფერო, სადაც არის სერიოზული ჩავარდნა და რატომ არის ეს მდგომარეობა, ალბათ ამაზე უნდა დავხატეთ. ჩვენ სურათი დავხატებთ, შესაბამისად გვაქვს განახლებული ინფორმაცია, მათ შორის იგივე მედიაში, უფრო უკეთ მუშაობისთვის იყო მოგეხსენება ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი საკმაოდ კრიტიკული სიუჟეტი იმედის ეთერში, რასაც მოჰყვა რაღაც საკმაოდ ტკინელად მიიღეს მესმის გარკვეული დაწესებულებების წარმომადგენლება, მაგრამ ეს არის ის რეალობა, რომელსაც ჩვენ არ ფარავთ ვაჩვენებთ საზოგადოებას და ამ ხრივ თქვენი ჩართულობა, ასევე მედიის ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ.